მოგესალმებით მეგობრებო, როგორც იქნა დაგიბრუნდით მომდევნო ტუტორიალით, ძალიან მიხარია რომ ტუტორიალს წერ, როგორც იქნა დაპირებული ტუტორიალით, იმიტომ რომ რამდენიმე კვირა გამეწელა, ამერია გეგმები, რამდენჯერმე დაგპირდით, დიდ ბოდის გიხდით ამისთვის და ვერ შევასრულე დანაპირები, უფრო ინტენსიურად უნდა ჩამეწერა ამ თვეში ტუტორიალები, თუმცა რაღაცა ვერ მოხერხდა ისე. მაპატიეთ, თუმცა მომავალში ყველანაირად ვეცდებით რომ ასეთი ჩავარდნა აღარ გქონდეს. დღეს მოგთავაზებთ მე AI აგენტების სამუშაო ნაკადის შესახებ ძალიან საინტერესო ტუტორიალს, ძალიან სიღრმისეულად უნდა განვიხილოთ მთელი თემა. არ გავაკეთებ დიდ შესავალს, ორ რაღაცას გეტყვით მხოლოდ და მხოლოდ სანამ გადავალ საქმეზე. პირველი, ძალიან დიდი მადლობა თქვენი უკავშირისთვის, რადგანაც ბოლო კვირების მანძილზე ძალიან ბევრ პლატფორმაზე ბევრნაირი უკავშირი შემოგვივიდა მე და მადონას, ზოგი პირადშიც გვწერდა, ზოგი კომენტარების სახით, ზოგი სხვა სახით და ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენეთ თქვენგან, დიდი мотиваცია შევიძინეთ და მინდა გთხოვოთ, რომ ასე განაგრძოთ. ჩვენ მეც არაფერს არ გთხოვთ, უბრალოდ ერთადერთი თხოვნა დებთ სხვადასხვა პლატფორმაზე შრომას, რა თქმა უნდა, ჩვენი ინიციატივით არავინ არ გვაძალებს ამის გაკეთებას. მხოლოდ და მხოლოდ ერთი მცირე თხოვნა გვაქვს თქვენგან, რომ გამოგვეხმაუროთ ხოლმე და გვიტოვოთ თითოეული უკავშირი, თითოეული მოწონება, თითოეული კომენტარი, იცოდეთ, რომ ბევრ რამეს ნიშნავს, შეიძლება თქვენთვის სამი წამია, მაგრამ ჩვენთვის ძალიან დიდი мотиваცია, ენთუზიაზმი და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ სხვადასხვა პლატფორმაზე ერთიანად მუშაობთ, დაწყებული YouTube-დან, გაგრძელებული LinkedIn-ით და Facebook-ით და დამთავრებული Instagram-ითა და TikTok-ით და ძალიან გთხოვთ გამოგვიწეროთ AI Pulse Georgia, მოგძებნეთ ან ასე, ან თორნიკე ბოლოკაძე, ან მადონა ტაბატაძე, შეგიძლიათ მოგძებნოთ და გამოგვიწეროთ, იმიტომ რომ ბევრ საინფორმაციო და მნიშვნელოვან საგანმანათლებლო ინფორმაციას პოსტავთ სხვა პლატფორმებზეც გარდა YouTube-ისა. ეხლა კი შეგვიძლია გადავიდეთ საქმეზე, რადგანაც საკმაოდ ბევრი გვაქვს სალაპარაკო, ძალიან სიღრმისეულად უნდა მიმოვიხილოთ მთელი სამუშაო ნაკადი და მჭირდება თქვენი მაქსიმალური ყურადღება. მე ვეცდები რომ ყველაფერი ავხსნა მარტივად და დინამიური და კარგად მოსასმენი იყოს ჩვენი ტუტორიალი, თუმცა ამის მიუხედავად ძალიან მჭირდება თქვენი ჩართულობა, იმიტომ რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ტუტორიალია, ძალიან საფუძვლიანი უნდა განვიხილო სერიოზული კვანძები. გადავიდეთ საქმეზე. მოკლედ, შეგვიძლია დავიწყოთ, ნუ შეგეშინდებათ ძალიან რთული flow-ა მოცემული, უბრალოდ რაღაცნაირად ცოტა ვრცელი და ცოტა მახინჯი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი NA10-ის ერთ-ერთი მძლავრი და კომპლექსური სამუშაო ნაკადია და აუცილებელია რომ გავიაროთ, რადგანაც ძალიან საჭირო კვანძები უნდა განვიხილოთ, მეგობრებო, და ძალიან გამოგვადგება ამისი ცოდნა ჩემი მოსაზრებით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ჩემი ხედვით. მეგობრებო, სანამ გადავიდოდეთ თითოეული კვანძის ახსნასა და განმართვაზე და საერთოდ მთელი პროცესის აწყობაზე, პირველ რიგში მინდა რომ საერთოდ შევაჯამოთ თუ როგორ მუშაობს და რას წარმოადგენს ეს სამუშაო ნაკადი. შემიძლიათ ამამად გითხრათ, რომ ეს არ არის უბრალოდ ჩატბოტი, შეგვიძლია დაუძახოთ, ასე ვთქვათ, მულტიმოდალური AI ანალიტიკოსი, რადგანაც საკმაოდ დიდ საქმეს აკეთებს და ეხლა განმარტავ ყველაფერს რას აკეთებს. წარმოიდგინეთ სისტემა, რომელსაც ვაწვდით CSV ფაილს, რომელსაც ყველა თქვენგანი იცნობთ, საკმაოდ სერიოზულ მონაცემებს, რომელსაც ასევე განგიმარტოთ ცოტა ხანში თუ რას გულისხმობს, მანქანებთან დაკავშირებულ მონაცემებს და ვეუბნებით სხვადასხვა თემას. აი აქედან ვახდენთ მიწოდებას, აი ზედაპირულად რო გითხრათ ჯერჯერობით და გაჩვენოთ, აი ამ პირველი კვანძი და ვახდენთ მიბმას ჩვენი ფაილის და შემდეგ უკვე ვეუბნებით, რომ ან მხოლოდ შეაჯამოს ამ ნაკადით, რასაც ზემოთ ხედავთ ეს ფაილი, ან გვიპასუხოს უბრალოდ კონკრეტულ შეკითხვებზე ამ ფაილთან დაკავშირებით და აი ეს სამუშაო ნაკადი, ანუ შუა ნაკადი უზრუნველყოფს ამას, რომ კითხვებზე გვიპასუხოს, ან მესამე ვეუბნებით, რომ ჩართოს AI აგენტი საქმეში, აი აქ, რასაც ხედავთ ახლა და კონკრეტულ მოქმედებებზე გადავიდეს. კერძოდ კი, დათვალოს სტატისტიკა მაგალითად, გააგზავნოს რეპორტები Slack-ში მაგალითად, შეინახოს Google Sheet-ში და ბოლოს საერთოდ მოიწეროს მაილზეც. მოკლედ, ბევრი საქმე ავკიდეთ AI აგენტს, რაც უნდა გააკეთოს. ეს ყველაფერი უნდა გააკეთოს, რა თქმა უნდა, ჩემი დავალების მიხედვით, რომელიც მექნება გაწერილი ინსტრუქციის სახით ჩვენს AI
API აგენტში. ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი დღევანდელი განსახილველი სამუშაო ნაკადი ეს არ არის უბრალო ჩატბოტი, ეს არის ძალიან სერიოზული მრავალფუნქციული მოდალური არქიტექტურა, რომელიც აერთიანებს კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამასაც დოკუმენტების შეჯამებას, იგივე summarization, რომელიც გეცოდინებათ ეს ტერმინი, ისედაც თქვენ ინგლისურიდან, მეორე კითხვა-პასუხს, რომელსაც მოიხსენიებთ ხოლმე ორნაირად, ერთი question and answer, რომელიც გულისხმობს QA, რომელიც ჩვენ უკვე გავიარეთ, ეს კვანძია ჩართული და მეორენაირად შეგვიძლია ვუწოდოთ RAG სისტემა, RAG, რაც გულისხმობს Retrieval Augmented Generation, ამაზეც გვისაუბრია ჩვენ და გულისხმობს იმას, რომ შეძლოს ჩვენს დოკუმენტებთან ხელოვნური ინტელექტის აგენტმა საუბარი, იქიდან ინფორმაციის ამოღება და კითხვებზე პასუხის გაცემა. ხოლო მესამე ეს არის უკვე ავტონომიური AI აგენტი, რომელსაც შეუძლია თავისუფლად მონაცემთა ანალიზი, შეუძლია კოდის აღსრულება და გარე სერვისებთან კომუნიკაცია, მოქმედებების გაკეთება Slack-ში, შეუძლია Google Sheet-ში და შეუძლია Gmail-ში. ანუ ჩვენს ელექტრონულ პოსტაში. ეხლა კიდევ ეცდები, რომ სისტემის მაღალი დონის არქიტექტურა განვიხილოს სრულად. ერთ ტერმინს შემოვიდან კიდე, რაც მნიშვნელოვანია და საერთოდ ჩვენი კვანძია და უნდა აღინიშნოს ესეც და ვიცოდეთ. შეგვიძლია ვუწოდოთ ამ მთელ დიზაინს, ამ მთელ სამუშაო ნაკადს router based, ანუ მარშრუტიზატორზე დაფუძნებული დიზაინი. აი ეს კვანძი უზრუნველყოფს ამას, რადგანაც ეს ახდენს მარშრუტიზაციას, ჩავთვალოთ ასე, მთელი flow-ი გადამისამართებას თუ ჩვენ მიერ ატვირთული ფაილისა და მიცემული ბრძანების მიხედვით, რომელი სამუშაო მიმართულება უნდა დაიწყოს. თითო-თითო წინადადებით კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ და კიდევ ერთხელ რომ მიუთითოთ, რომ არ იყოს მაინც დამაბნეველი, summarization ეს სამუშაო ნაკადი უზრუნველყოფს დოკუმენტის ავტომატურ შეჯამებას. მეორე შეგვიძლია მოიხსენიოთ როგორც QA, ანუ შეკითხვები და პასუხები და უზრუნველყოფს, რომ ჩვენ მიერ ატვირთული დოკუმენტის შესახებ შეკითხვებზე გაგვცეს პასუხი, ხოლო მესამე ეს არის agent-ი, მრავალინსტრუმენტიანი აგენტი, რომელიც მოახდენს მონაცემების დამუშავებას, როგორც უკვე ორჯერ გითხარით, Slack-ში შეტყობინების გაგზავნას, Google Sheet-ში ჩაწერას და საჭიროების შემთხვევაში L-Post-ში გაგზავნას. ხოლო შემდეგ უკვე გვაქვს მეოთხე ერთი ვარიანტი, რომელიც უზრუნველყოფს all, ანუ ასეთ განაწილებას. აი ნახეთ მარშრუტიზაციის კვანძიდან გვაქვს 4 სხვადასხვა მიმართულება. პირველი ეს არის შეჯამება, მეორე კითხვებზე პასუხი, მესამე აგენტი და გვაქვს მეოთხე all pass, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ჩვენ სამივე ზემოთ თქმულ დავალებას ერთდროულად ვაძლევთ, ანუ ჩვენ მიერ ატვირთული დოკუმენტით გვინდა შეჯამებაც, კითხვებზე პასუხიც და აგენტური მოქმედებებიც, მაგ შემთხვევაში წამოვა უკვე all pass-ში და აი ესე განვითარდება უკვე მეოთხე ვარიანტი, რომელსაც შეგვიძლია უწოდოთ კომბინირებული რეჟიმი, რომელიც ერთიან ნაგლეჯად აგროვებს ყველა შედეგს და ისე წარმოგვისახავს საბოლოო ჯამში. ერთი მთლიანადაც კიდევ ერთხელ რო განვიხილოთ, შეგვიძლია გავხსნათ ახლა ჩვენ ეს მთავარი კვანძი და დავინახოთ აქ მთელი პროცესი როგორ მიდის, ანუ აქედან ვირჩევთ ჩვენ რომელიმე მიმართულებას, საიდაც უნდა წავიდეს, ან ვაძლევთ შეკითხვას, თუ შეჯამება გვინდა, აქ შეკითხვა აღარ არის საჭირო, პირდაპირ გვაქვს უკვე ამაზე პასუხი, თუ შეკითხვის დასმა გვინდა, მაგ შემთხვევაში ვირჩევთ შეკითხვას და question აქ უსვამთ შეკითხვას, თუ გვინდა მაგალითად აგენტური მოქმედება, ამ შემთხვევაში ვირჩევთ agents და აქ უწერთ დავალებას. ხოლო იმ შემთხვევაში თუ გვინდა ყველა მოქმედების გაკეთება ერთდროულად, ვაკლიკებთ all-ზე, რომელიც ახდენს შეჯამებასაც, კითხვაზე პასუხსაც, რომელსაც ჩამოუყალიბებთ და აგენტური მოქმედების განხორციელებასაც. რა თქმა უნდა, ფაილი აქედან იტვირთება, ამაში არაფერი არ არის ახალი, ცოტა ხანში დავტესტავ ამ ყველაფერს, თუმცა მაგამდე კიდევ რამდენიმე დეტალს გეტყვით. ეს კვანძი როგორ უნდა ავაგოთ, რა თქმა უნდა, ამასაც განვიხილავთ დღეს ჩვენ, თუმცა მანამდე ხა მთელი flow ოდნავ პროგრამად რომ მიმოვიხილოთ, შემდეგ უკვე გადაეცემა mode routers, რომელიც ახდენს უკვე მარშრუტიზაციას და თავის flow-ში გვაქვს მოცემული სხვადასხვა ტიპის კვანძები, text splitter-ი, edit node-ი, ვექტორული ბაზა, embedding-ი სადაც ხდება და ქვედა კვანძები კი შეგახედეთ წეღან და ნახეთ. რაც შეეხება შემდეგ მიმართულებას, თუ მხოლოდ ერთი სამუშაო ნაკადის პასუხი გვინდა, მაგალითად აგენტური flow-ს პასუხი გვინდა, მოქმედებები გაკეთდება რა თქმა უნდა, თუმცა იქვე, რასაც გავხსნით ამ ფაილს, რაც გვექნებათ გახსნილი ეს ფაილი, იქვე ფორმაშივე საბოლოო პასუხი დაგვიფიქსირდება. სამივე ამ შემთხვევაში ასე მოხდება, მაგრამ
იმ შემთხვევაში თუ all pass გვაქვს მონიშნული, ყველა მიმართულებით უნდა განვითარდეს ჩვენი დავალება, როგორც აგენტური მიმართულებით, ასევე კითხვაზე პასუხი გჭირდება, ასევე შეჯამება. მაგ შემთხვევაში აღარ წამოვა ფორმაში, მაგ შემთხვევაში წამოვა უკვე სხვა მიმართულებით, რათა ერთ ფორმაში გაერთიანდეს ყველა ეს ნაგლეჯი, რაც არის დაყოფილი და აქ ცოტა სირთულესთან არის დაკავშირებული, როგორ ხდება ამისი განაწილება, ამასაც აგიხსნათ, რა თქმა უნდა, საბოლოოდ ვიღებთ შედეგს აი აქ. არქიტექტურულად რო აგიხსნათ, მოკლედ კიდევ ერთხელ გიმეორებთ, იმ შემთხვევაში თუ ერთი რომელიმე მიმართულება ვითარდება, მაგ შემთხვევაში საბოლოო პასუხი ვითარდება ფორმაში და აი აქ ვიღებთ საბოლოო პასუხს და ეს ნაკადიც აქ წყდება. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გვინდა ყველა პასუხი ერთდროულად და ყველა ნაკადმა ერთდროულად იმუშაოს, მაგ შემთხვევაში იწყება მუშაობა, ვაგდებთ ჩვენ all pass-ში და საბოლოოდ აღარ მოდის აქ, არამედ ვითარდება აი ამ ხაზს მიყვება, რასაც ხედავთ თქვენ და აღარ მოდის აქ საბოლოოდ ფორმაში, არამედ ვითარდება, მიდის იქ კოდი მაქვს მერე ჩამატებული და საბოლოო ფორმაში ვიღებთ ჩვენ პასუხს ამ შემთხვევაში. კეთდება merge, ასეთი კვანძი შემოდის საქმეში, კეთდება combine, გვჭირდება ასევე edit node და ვიღებთ ჩვენ საბოლოო ანგარიშ form all-ში. მოკლედ, ჩემი მიზანია მეგობრებო ამ სამუშაო ნაკადით, რომ დეტალურად ავხსნათ თუ რასაკეთებს თითოეული ნაწილი, გაჩვენოთ უფრო სწორად, ახსნით, მე მგონი უკვე ავხსენი, რამდენჯერმე გავიმეორე, როგორ შევიმუშავეთ მისი ლოგიკა, როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს მზა არქიტექტურა ბიზნეს სცენარებში და როგორ ავაწყოთ ასეთი სისტემები და ბოლოს სანამ ამ შესავალს მოვრჩები, ორი მნიშვნელოვანი საკითხი მინდა კიდევ გითხრათ, რაც აუცილებელია ამ ჩვენი დღევანდელი ტუტორიალისთვის. შეგვიძლია 5 ფუნდამენტური ბლოკი გამოვყოთ, რითაც არის აგებული ჩვენი ეს სამუშაო ნაკადი, მთელი სისტემა. პირველი ეს არის შესვლის წერტილი, ანუ entry point-ი, რომელიც გამოხატულია on form submission, რაც წეგან გაჩვენეთ ზუსტად ამგვარი კვანძით, საიდანაც ფიზიკურად კომუნიკაციას ვაწარმოებთ ჩვენს flows-თან და ჩვენ სამუშაო ნაკადთან და ასრულებს მთელ პროცესს, მოქმედებს როგორც ინტერფეისი ჩათვალეთ მომხმარებელსა და სისტემას შორის, აი აქ, რაც მქონდა წეგან გახსნილი, ანუ იღებს ფაილებს და იღებს მეტამონაცემებს, რაც გულისხმობს იმ ძირეულ საკვანძო მონაცემებს, რაც ჭირდება კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად. შემდეგ მნიშვნელოვანია ლოგიკური განაწილება, ამგვარი კვანძები, მაგალითად, რაც უკვე აგიხსენეთ, მარშრუტიზატორი მაგალითად, რომელიც წარმოადგენს switch nodes, რომელიც ჩვენ არ გაგვივლია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი node-ია და განსაზღვრავს უკვე კონკრეტულ ოპერაციებს. შემდეგ ეს არის დამუშავების სამუშაო ნაკადები, pipeline-ები, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი კვანძები, ეს არის summarization კვანძი, ანუ შემაჯამებელი კვანძი, რომელიც ჩვენ უკვე განვიხილეთ. ეს არის RAG pipeline, რომელსაც ნაწილობრივ ჩვენ შევეხეთ და ეს არის question and answer chain-ი, განვიხილეთ ეს ამბავით ჩვენ ნაწილობრივ, როგორც გითხარით წინა ლექციაზე და მესამე ეს არის AI აგენტი, რომელზეც ასევე ვისაუბრეთ ჩვენ წინა ლექციაზე, თუმცა დღეს უფრო მეც ვიტყვით, რა თქმა უნდა, და აკეთებს მონაცემთა სიღრმისეულ ანალიზს ხელსაწყოების გამოყენებით. კიდევ ერთხელ დავბრუნდები ზემოთ, question and answer chain-ი შეგვიძლია მოვიხსენიოთ, როგორც დოკუმენტაციის ვექტორიზაცია და კითხვებზე პასუხი. და ეხლა რო დავიწყებთ განხილვას და ჩვენებას, მიხვდებით რატომაც უწოდებ ამას სწორედაც რომ. ხოლო summarization-ს შეგვიძლია უწოდოთ როგორც დოკუმენტების ავტომატური რეზუმირება, იგივე შეჯამება გარკვეულწილად. ბოლოში კი მოცემულია ორი სხვადასხვა მნიშვნელოვანი კვანძი, ეს არის aggregation, ანუ merge კვანძი და code კვანძი, რომელიც ჯერ არ განგვიხილია არც ერთი და არც მეორე, უზრუნველყოფენ მთელი მონაცემების შეჯამებას, თუ ჩვენ ვითხოვთ სრულ პასუხს, რათა all რეჟიმში მივიღოთ ჩვენ საბოლოო შემაჯამებელი პასუხი და ზუსტად ამითი დავასრულებ კვანძებზე საუბარს. ამ ეტაპზე response, ანუ უკავშირის nodes განსაზღვრავს, როგორც წეგან გითხარით, form-ი, რომელიც მომხმარებელს უბრუნებს შედეგს ინტერაქტიულ ფორმატში და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ამბავი. edit node-ებიც ჯერ ჩვენ არ განგვიხილავს, თუმცა ამასაც რა თქმა უნდა შევეხებით და ძალიან წვრილმან დეტალებში განვიხილავთ ყველაფერს. სულ ერთადერთი დეტალი დამრჩა მეგობრებო, იმასაც ვიტყვი და შეგვიძლია გადავიდეთ უკვე სხვა პრაქტიკულ საკითხებზე. რაც შეეხება სატესტო მონაცემებს მეგობრებო, რა დოკუმენტსაც ვუტვირთავთ, აი ეგ მაქვს გახსნილი, ახლა მაინც რომ იცოდეთ, იმიტომ რომ სულ ეს დოკუმენტი უნდა ავუტვირთოთ ხოლმე ჩვენ ამ flows და ორი სიტყვით განგიმარტავთ. სახელი ქვია MT cars, ასეთი მონაცემთა ნაკრებია, რომელიც
ჩათვალეთ ჩვენი კონტექსტური საფუძველია, AI აგენტის სისტემურ პრომპტშიც არის მოცემული ამაზე დეტალური განმარტება, შემაჯამებელი კვანძის პრომპტშიც არის განმარტება და ხშირად ფიგურირებს მოკლედ ეს დოკუმენტი ბევრ პრომპტში და საერთოდ ჩვენი ღერძია, რაზეც არის აგებული რეალურად ჩვენი სამუშაო ნაკადი, რითაც მუშაობს მონაცემთა რეალური წყარო. და ორი სიტყვით განმარტებაც რო გითხრათ, ეს არის მონაცემთა ნაკრები მეცნიერებაში, სხვათა შორის გავრცელებული, რომელიც შეიცავს 1974 წლის Motor Trend ჟურნალის მონაცემებს 32 სხვადასხვა ავტომობილის შესახებ და საკმაოდ მნიშვნელოვანი მონაცემებია კონტექსტუალური თვალსაზრისით, რადგანაც კარგად არის განაწილებული კატეგორიების მიხედვით მონაცემები, მაგალითად საწვავის მოხმარება, ცილინდრები, ცხენის ძალა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები და კარგად შეგვიძლია ვიმუშაოთ მოკლედ ამ მონაცემებზე. ოკეი, ეს იყო შესავალი, რაც უნდა მეთქვა, მეგობრებო, ჩვენ სამუშაო ნაკადთან დაკავშირებით და ეხლა შეგვიძლია გადავიდეთ უფრო მეტად პრაქტიკულ და დეტალურ საკითხებზე, რაც დაგვეხმარება ჩვენი სამუშაო ნაკადის დეტალურ ანალიზში. მოკლედ, დავიწყოთ ახლა მეგობრებო, განხილვა თითოეული კვანძის თუ როგორაა აწყობილი ეს სამუშაო ნაკადი, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ამბავი, იმიტომ რომ არა მხოლოდ ზოგადად წარმოგიდგენთ თუ რას აკეთებს ეს სამუშაო ნაკადი, არამედ მინდა რომ ისწავლოთ აქედან გამომდინარე და გარკვეული პრინციპები აითვისოთ, რომელიც დაგეხმარებათ მომავალში თქვენეული სამუშაო ნაკადების შესაქმნელად, აგენტური სამუშაო ნაკადების შესაქმნელად. პირველი ჩვენ უნდა დავიწყოთ on form submission კვანძზე საუბრით მეგობრებო და შეგახსენებთ იმას, რომ ეს არის ტრიგერი კვანძზე. ტრიგერი კვანძები ჩვენ უკვე გავიარეთ, ჩვენ თუ შევალთ პლუსში, გადავალთ add another trigger, აი აქ შეგვხვდება on form submission. და ეს არის მაპროვოცირებელი კვანძი ამ asset flow-ებში, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მთლიანი პროცესი დაიწყოს, ანუ მთლიანმა სამუშაო ნაკადმა დაიწყოს მუშაობა. რა ხდება on form submission სწრაფად გადავიაროთ. პირველი რაც მინდა გითხრათ, ეს არის, რომ აქ მოცემულია ავთენტიფიკაცია და მე მგონი ლოგიკურია და გესმით რატომაც, რადგანაც ეს ფორმა შეიძლება ჩვენს 50 თანამშრომელს დაურიგოთ, მათზე ავაწყოთ ეს სამუშაო ნაკადი და ამდენმა ადამიანმა უნდა შეავსოს ხოლმე ეს ფორმა, რომ დაიწყოს ასეთმა სამუშაო ნაკადმა მუშაობა და შართული იყოს უпроსორად ამდენი ადამიანი. შესაბამისად, უსაფრთხოების რაღაცა ელემენტარული გარანტია გვჭირდება და საჭიროა, რომ ავთენტიფიკაცია გქონდეს მითითებული, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ რაღაცა შექონდეს უსაფრთხოების და რაღაცა პაროლი იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და მხოლოდ მათ შეძლონ ფორმის შევსება და გამოგზავნა. ამ წუთში ჩვენ ამას არ ვტესტავთ, ახლა აქედან გამომდინარე ნან არის მითითებული, თუმცა შემდეგში ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს ასეთი ფლოუების აწყობაც, სადაც ავთენტიფიკაციასაც გავაკეთებთ სტანდარტულად. რაც შეეხება შემდეგ პუნქტებს, ძალიან მარტივია თავიდან გასაგებად, ეს არის form title და form description. უბრალოდ მოცემული სახელი და ქვესათაური, რაც გვინდა რომ ერქვას ამ ფორმას. რაც შეეხება შემდეგ, მოდის უკვე ფორმის ელემენტები. ანუ ელემენტებში მოიაზრება ეს თითოეული ველი, რაც გვაქვს განსაზღვრული, რომ უნდა შეივსოს. პირველი რაც მინდა გითხრათ, ეს არის წითელი ვარსკვლავი ზოგან დასმულია, ზოგან არა. აი, ეგ ფუნქციონალი არის required field, რომელიც ან ჩართული გვაქვს, ან არა. ეს დარწმუნებული ვარ თქვენ შეგვხვდებოდათ სადმე, მრავალ პლატფორმაზეა ასეთი რაღაცა გაკეთებული, როგორც Google Forms-ში, ასევე Google Sheet-ში და ასევე ბევრ სხვა პლატფორმაზე კიდევ თქვენთვის ეს ამბავი ნაცნობია. რაც შეეხება შემდეგ ელემენტები აწყობილია შემდეგნაირად. პირველი მითითებული მაქვს ფაილის ატვირთვის საშუალება, element type-ში მითითებული მაქვს ფაილი, შემეძლო რაღაცა სხვა მიმეთითებინა, აი შემდეგ ველში უკვე სხვა drop down-ი მაქვს მითითებული და შემდეგ ჩართული მაქვს უკვე multiple files, რაც გულისხმობს, რომ რამდენიმე ფაილის ერთად ატვირთვაც შესაძლებელია და ფაილის ტიპებიც მაქვს ჩამოთვლილი, ასე სახელებად, რა ტიპის ფაილების ატვირთვაა შესაძლებელი. რაც შეეხება შემდეგ, აქ უკვე სახელი დავარქვი mode, რადგანაც ეს არის ზუსტად მარშრუტიზატორი ელემენტი, რომელიც ანაწილებს ჩვენი flow თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეს, აი აქედან შლის უკვე რამდენიმე გამოყავს. უფრო სწორად ჩვენ ვსაუბრობთ აი ამ კვანძზე, აი ეს ფორმა გადასცემს უკვე შემდეგ მარშრუტიზატორ კვანძს მონაცემს თუ რომელი მიმართულებით უნდა გამოიტანოს ინფორმაცია, რომელი მიმართულებით უნდა დაიწყოს სამუშაო ნაკადმა მუშაობა. შესაბამისად, ჩამოთვლილი მაქვს უბრალოდ drop down-ში summary, question and answer, ანუ კითხვის დასმა ვისაც სურს, აგენტური შესაძლებლობა ვისაც სურს და ყველაფერი ერთად ვისაც სურს, ანუ all.
შესაბამისად, აქ სტანდარტულად ნაწილდება, რომელსაც მოვნიშნავთ, ის დაიწყებს მუშაობას ჩვენ სამუშაო ნაკადში. შემდეგი ორი ელემენტი ძალიან მარტივი გასაგებია. პირველში question, ანუ კითხვა მისათითებელი, თუ ჩვენ ვირჩევთ მაგალითად არ გვსურს შეჯამება და გვინდა უბრალოდ ჩვენს პატურთულ ფაილზე კონკრეტული შეკითხვები დავსვათ, მაგ შემთხვევაში ვსვამთ აქ კითხვას და თუ გსურთ აგენტმა დაიწყოს მოქმედება, მაგ შემთხვევაში აქ ვსვამთ დავალებას თუ რა უნდა შეასრულოს აგენტმა. რაც შეეხება თუ ყველაფერი ერთად გსურს, შეჯამებაც და კითხვა-პასუხიც და აგენტური მოქმედებაც, მაგ შემთხვევაში ვნიშნავთ alls და უთითებთ როგორც questions, ასევე agent tasks. იმ შემთხვევაში თუ მხოლოდ შეჯამება გსურს, მაგ შემთხვევაში არ არის ეს ველების შესავსებად სავალდებულო, წითელი არ არის დასმული, შესაბამისად აქ არაფერს არ უწერთ. აი ეს არის ჩვენი ეს მთავარი ელემენტები, რაც გვაქვს მოცემული ამ ფორმაში. თუ კი სურვილი გაქვთ რომ დაამატოთ დამატებითი ელემენტები, ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ დააკლიკოთ add form element და თუ კი სურვილი გაქვთ რომ დაამატოთ კიდევ ახალი ელემენტიც, ამ შემთხვევაში თქვენ აკლიკებთ add form element და ამ შემთხვევაში თქვენ ამატებთ უკვე ახალ ელემენტს კიდევ რაც გსურთ და უბრალოდ ავსებთ ამ ველებს, რაც აქ არის მოცემული. გადავიდეთ შემდეგ რაღაცაზე, რაც გვჭირდება ჩვენ ამ კვანძისგან და ეს არის მეგობრებო ოფციები, რა არჩევანი გვაქვს მოცემული. პირველი ოფცია ეს არის append innate attribution. რაც გულისხმობს მეგობრებო იმას, რომ ქვემოთ ეწეროს თუ არა, რომ ეს ფორმა არის innate-ისგან ავტორიზებული ან powered by innate, ეს ჩვენ ავხსენით, სხვა შემთხვევაშიც, აი მაილის შემთხვევაშიც გვხდება ასეთი რაღაცა, როცა მაილის გაგზავნა გვიწევს innate-ის flows გამოყენებით, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია მიუთითოთ ან append, ან საერთოდ გამოვხდოთ არ ეწერება, რომ this mail is powered by innate ან რაღაცა მსგავსი. მოკლედ, ეს ოფცია გულისხმობს ამას. რაც შეეხება შემდეგს button label, რაც გულისხმობს იმას, რომ რა უნდა ეწეროს ქვემოთ. Submit თუ რაღაცა სხვა სახელი უნდა იყოს მითითებული, რომელიც არის უბრალოდ კლიკის სახელი. ჩავთვალეთ, რითაც იგზავნება უკვე ფორმა ჩვენამდე, უпроსორად flows მიეწოდება ფორმა. რაც შეეხება შემდეგი მეგობრებო, ეს არის form pass, რაც გულისხმობს იმას, რომ რადგანაც ეს ფორმა webhook-ია და ცოტა ხანში ამაზე ვისაუბრებთ, webhook-ის ერთ-ერთი ტიპია, ჩვენ შეგვიძლია ვარეგულიროთ თავად ლინკი ბოლოში თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ეს ფორმა, რა უნდა იყოს მითითებული, სხვადასხვა ტიპის სახელი შეგვიძლია მიუთითოთ და აი ამის ჩასწორების ვარიანტია აქ. მე გირჩევთ ერთ რაღაცას, რომ ასეთი კორექტირება მოახდინოთ თავშივე და არა ბოლოში, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცა ადამიანებთან უკვე გქონდეთ ფორმა გაგზავნილი და მერე პრობლემა შეიქმნას, თუ კი რაღაცა შეცვლით ასეთ ლინკის სათაურში. აქედან გამომდინარე თავიდანვე იზრუნეთ ამაზე. რაც შეეხება მომდევნოს მეგობრებო, ეს არის ignore bots, რაც გულისხმობს იმას, რომ ვქმნით რაღაცა უსაფრთხოების დამატებით ერთ შრეს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ სპამერებისგან მოხდეს ჩვენი დაცვა, ანუ ბოტები არ შემოვიდნენ, ბოტები არ შეავსონ ფორმა და ასე შემდეგ. ამის მიუხედავად, გარანტია არ გვაქვს, რომ დაზღვეული ვიქნებით მთლიანად, ამიტომ რაღაცა დამატებითი დაზღვევებიც დაგჭირდება, რომელთაც მერე უკვე ჩვენ ვისაუბრებთ და გავანმარტავთ მაგასაც. რაც შეეხება მომდევნოს მეგობრებო, ეს არის use workflow time zone, რაც გულისხმობს იმას, რომ სამუშაო ნაკადში აქ შეიძლება იყოს ჩართული სხვადასხვა ადამიანი, რომლებიც ფიზიკურად სხვადასხვა დროით სარტყელში არიან. ზოგი ამერიკაშია, ზოგი საქართველოში. თუ ჩვენ გვინდა რომ flow მიმუშაოს სტანდარტულად და სტანდარტულად მივიღოთ და მოწესრიგებულად მივიღოთ ყველანაირი ინფორმაცია ჩვენ რაც გვჭირდება, სასურველია რომ იყოს ჩართული use workflow time zone და რაზეც არის განკუთვნილი flow, მაგალითად ამ წუთში საქართველოზე ზუსტად ამ დროის სარტყელში იყოს მოცემული ყველაფერი და აღარ მოხდეს რაღაცის აღრევა. რაც შეეხება მომდევნოს მეგობრებო, უბრალოდ ბოლოს უკვე ეს არის custom form styling, რაც გულისხმობს იმას, რომ კოდის სახით ჩვენ შეგვიძლია ვარეგულიროთ ამ ფორმის სტილი აქ და შევცვალოთ რაღაცები, თუმცა აშკარადაც ცალსახა რეკომენდაციაა მოცემული, რომ არ ვქნათ ისე, რომ იყოს ძირეული ცვლილებები, იმიტომ რომ შეიძლება დააზიანოს innate-ის ეს flow ასეთმა ძირეულმა ცვლილებებმა და მინიმალური ცვლილებები შევიტანოთ. რაც შეეხება ბოლოს თვითონ მოქმედებას, ეს გადამრჩა სათქმელი, მოქმედების დროს უბრალოდ ვაწვევით execute step, გვიხსნის ჩვენ ფორმას შესავსებად, ხოლო მაგ დროს აქ
ეწერება listening, ანუ გვისმენს, ელოდება უпроსტად ჩვენს მოქმედებას იქ, მოსმენა ეწოდება listening, ასე ვთქვათ, ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია შევწყვიტოთ stop listening მივცეთ და გამორთოთ. Setting-ებზე აქამდეც გვაქვს ჩვენ ნასაუბრები რამდენჯერმე, სტანდარტული ოფციებია მოცემული აქ, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ეხლა კი სანამ გადავიდოდეთ მომდევნო კვანძზე, კიდე ერთხელ გადავიაროთ ზოგადად ეს რო კარგად გაგვიჯდეს თავში, რას აკეთებს, რა ტიპის კვანძია, როგორ ამ ოფციების მიმოხილვის შემდეგ და შეგვიძლია შემდეგ უკვე გადავიდეთ მომდევნო კვანძზე. მოკლედ გადავუაროთ ეხლა ერთხელ კიდევ ჩვენ ამ კვანძს, რომ კარგად გავმარტოთ და კარგად გაგვიჯდეს თავში და შეგვიძლია გადავიდეთ უკვე შემდეგზე. Form trigger-ი შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს არის შესვლის წერტილი, მომხმარებლის ინტერფეისი, რომელიც გამოხატულია აქ ფორმის სახით და გვაძლევს დავატრიგეროთ მთელი flow, განსხვავებით იმისგან, Telegram-ი რო გქონდა ტრიგერად. დანარჩენი დეტალების შიგნით, რაც არის მოცემული, ფაქტობრივად ყველაფერი ვთქვი, არაფერი არ გამობრჩენია, რა ტიპის ფაილების ატვირთვა შეიძლება, როგორ, რანაირად ოფციების თვალსაზრისით. უბრალოდ ერთს ვიტყვი, უფრო ტექნიკური დეტალი, მაგრამ ვეცდები მე ესეც გავხსნა და გავშალო. ჩავთვალოთ, რომ ეს არის უნიკალური URL მისამართი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ HTTP request-ის მოთხოვნები ძირითადად პოსტის სახით წამოიღოს, უბრალოდ კავშირი ჰქონდეს ზუსტად ამასთან და მიიღოს შემომავალი ინფორმაცია და აქედანაც გამავალი გააკეთოს მოკლედ. და რა შეეხება შემდეგს, რაც მინდოდა მეთქვა, ეს არის webhook-ის ერთ-ერთი სახე და webhook-იც ჩვენ გაგახსენებთ, რომ გვაქვს აქ ტრიგერად ჩაშენებული on webhook call და გულისხმობს იმას, რომ ეს არის საწყისი წერტილი, ჩავთვალეთ კარიბჭე გარე სისტემებიდან ჩვენს ამ flow-მდე. რა იქ ყველაზე მარტივი გასაგები არის ეს, რომ რაღაცა დაბნელობა არ გამოიწვიოს. ეს არის მოკლედ კარიბჭე, რომელიც უზრუნველყოფს, რომ გარე სისტემებიდან შემომავალი ინფორმაცია გაატაროს შეძლების დაგვარად, უბრალოდ შეუძლია ყველაფერი და შესაბამისად გადასცეს მომდენო კვანძებს ინფორმაცია უკვე. ეს გარე სისტემები შეიძლება იყოს GitHub-ი, Stripe-ი მაგალითად, ფინანსური გადახდების სისტემა, ან რაღაცა სხვა აპლიკაცია ამ შემთხვევაში. Webhook იღებს JSON ფორმატში ინფორმაციას და JSON ფორმატზე ჩვენ აქამდეც გვისაუბრია და გადასცემს უკვე JSON ფორმატში ინფორმაციას დანარჩენ workflows, რაც გვაქვს მოცემული აქ. ერთი შედარება შეგვიძლია გავაკეთოთ კიდევ, webhook-ი შეგვიძლია როგორც ჩვენი ელექტრონული პოსტის მისამართი ზუსტად ეგრე წარმოვიდგინოთ აპლიკაციებისთვის, როდესაც ვიღაცა წერილს აგზავნის ამ მისამართზე webhook URL-ზე, რაც დაგენერირდა, ჩვენი flow იწყებს პასუხის მომზადებას უკვე და მოწესრიგებას ყველაფრის. ბოლო ორი დეტალი, რაც მინდოდა კიდე მეთქვა, ერთი არის მნიშვნელოვანი binary data-ს მართვა, ორობითი მონაცემების, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რთული ასპექტია, მოკლედ ასეთ flow-ებში, N8-ზე ჩვენ აქამდეც გვისაუბრია ამაზე და მნიშვნელოვანი დეტალი არის ის, რომ ერთი საციცოცხლო ციკლის მანძილზე, ანუ ერთხელ რო ვაკეთებთ აღსრულებას, ზუსტად მაგ დროს ინახავს binary objects ეს კვანძი და არა ყოველთვის, როცა უკვე აღარ გვაქვს აღსრულება, ის აღარ ინახება უსაფრთხოებიდან გამომდინარე და ბევრი სხვა დეტალიდან გამომდინარე, ეს გვჭირდება აუცილებლად რომ ვიცოდეთ და პრინციპში მე მგონი გავწურეთ ყველაფერი ვთქვით ამ კვანძზე, რაც კი შეიძლება გვეთქვა და შეგვიძლია გადავიდეთ ახლა სხვა კვანძებზე და გავშიფროთ ეს სხვა კვანძებიც და ვთქვათ აბსოლუტურად ყველაფერი რაც საჭიროა. შეგვიძლია გადავიდეთ ახლა მეგობრებო ჩვენ მომდევნო კვანძზე, ძალიან საინტერესო კვანძია, ეს არის mode router, უბრალოდ სახელი დავარქვი ესე, თორე რეალურად არის switch node-ი, რომელიც ჯერ არ გადავსრულვართ ამ ტიპის კვანძებზე, მაგრამ ახლა დაგვჭირდა და ამიტომ საჭიროა რომ განვიხილოთ. Switch node-ი, რომელიც არის რეალურად ჩათვალეთ მარშრუტიზაციის კვანძი, ესე შეგვიძლია მოვიხსენიოთ, უბრალოდ ასეთი კვანძი შევქმენი, ასე დავასეთაფე მოკლედ ეს კვანძი. სახელი აქედან შეუცვალე და ასე ვთქვათ, mode router-ი დავარქვი, რაც უკვე ავხსენი, რატომ გავაკეთე ეს ყველაფერი და ეხა სანამ აქ ფუნქციებს მიმოვიხილავ და რა როგორ ხდება, უბრალოდ გადაული მნიშვნელოვან საკითხებს ამ კვანძთან და მის აზრობრივ მნიშვნელობასთან დაკავშირებით. მოკლედ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეგობრებო
მეგობრებო, ეს კვანძი წარმოადგენს გარკვეულ საჯვარედინს ჩვენს სამუშაო აგენტურ ნაკადში, რომლის რეჟიმშიც ვამოწმებთ თუ რომელი რეჟიმი აირჩია იუზერმა და ჩვენი რეჟიმები ვიცით უკვე რაც არის 4-ნაირი სხვადასხვა რეჟიმი გვაქვს მოცემული. შეგვიძლია ასე მოვიხსენიოთ, რომ ეს არის decision node, ანუ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი კვანძი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილებამ დაიწყოს მოქმედება კონკრეტული მიმართულებით წავიდეს რაღაცა ბაზური განაწილება მოხდეს ჩვენი workflow-ში, ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი კვანძი ეს ამბავი. 4 გამოსასვლელი აქვს ეს უკვე ვთქვით, აღარ გავიმეორებ, უბრალოდ ერთადერთ დეტალს დავამატებ, რომ ამ შემთხვევაში გვაქვს ჩვენ უკვე არა 4, არამედ მე-5 გამოსასვლელიც, ეს არის fallback-ი, რომელიც გულისხმობს error handling-ს, ანუ პრობლემა თუ არის, ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე ჩართული გვაქვს ეს მე-5 გამოსასვლელიც option-ებიდან და უზრუნველყოფს, რომ თუ რომელიმე გზით არ წავა, მოკლედ წამოვა მაგ შემთხვევაში fallback output-ში option-ებიდან გვაქვს ეს უკვე ჩვენ დამატებული და რაღაცა extra output-ს გულისხმობს ეს ამბავი უკვე. მოდი დეტალური განმარტებაც წავიკითხოთ, რომ ვნახოთ თუ რას გულისხმობს, ანუ თუ არც ერთი წესი არ შეესაბამება იმ სიტუაციას, როცა ჩვენ ფაილი ავტვირთეთ და რომელიმე გზას უნდა მოერგოს, მაგ შემთხვევაში default-ად იქნება დაიგნორებული და წამოვა უკვე ამ მიმართულებით, ამ მე-5 გზის მიმართულებით ეს ჩვენი განაწილება, ეს ჩვენი ფაილი მოკლედ. და ერთი მნიშვნელოვანი დეტალი კიდევ მეგობრებო, რასაც მინდა მიაქციოთ ყურადღება, პრინციპში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ხდება ამ node-ში, ამ კვანძში, თუ დააკვირდებით. მეგობრებო, თითოეული გზიდან მყავს გამოყვანილი შესაბამის კვანძებთან დაკავშირებული, მაგალითად summary path დაკავშირებული მაქვს summarization chain-თან, ეს flow იწყებს უკვე მოქმედებას, რაც შეეხება მეორეს, ეს არის question and answer path, რომელიც გულისხმობს კითხვებს და პასუხის გაცემას, რომელიც თქვით უკვე ჩვენ და ეგ პირდაპირ უკავშირდება ამას, agent-ი შესაბამისად უკავშირდება agent, ასე ვთქვათ, flows, რომელიც ქვემოთ არის მოცემული და რაც შეეხება all paths, როგორ მაქვს გაკეთებული, all paths-ი სტანდარტულად ნაწილდება მეგობრებო, სამივეზე ერთდროულად. ნაცვლად დანარჩენი თუ თითო-თითოზეა გადანაწილებული, აქ ჩვენ გვინდა რომ ყველამ ერთად იმუშაოს, ხო ასეა? შესაბამისად, გამომავალი მაქვს გაკეთებული, უბრალოდ მონიშნული და მონიშნა ამოღებული მაქვს სათითაოდ სამივეგან მაქვს დაკავშირებული ეგეც. და ანუ აქ აქვს ორი შემომავალი თითოეულ კვანძს და უბრალოდ ამ ხაზების განაწილებამ არ დაგაბნიოთ. ერთი ეს არის, რომ უშუალოდ კონკრეტულ მიმართულებას მოჰყვება და შედის, როცა ჩვენ გვინდა მაგალითად შეჯამება და მეორეა უკვე როცა დაკავშირებულია ყველაფერთან, ანუ როცა all-ს ვირჩევთ, ანუ შეჯამებაც გვინდა, კითხვაზე პასუხიც გვინდა, აგენტისთვის დავალების მიცემაც გვინდა, ეგეც მიდის და უერთდება ზუსტად ამ კვანძს და დანარჩენ ორ კვანძსაც სათითაოდ. თვითონ ამ node-ში ლოგიკა ძალიან მარტივია მეგობრებო, რაც არის მითითებული, ანუ თუ ასე ვთქვათ, mode აქ კოდის სახით მოქვს, ესეც GPT შეგიძლიათ გააკეთებინოთ JSON ფორმატის მცირე ასეთი კოდის სახით მოქვს გაკეთებული, თუ mode, ანუ რაც უკვე ავირჩიეთ ჩვენ აი აქედან უდრის შესაბამისად summary-ს, ანუ შეჯამებას, ანუ ეუბნებით რომ თუ აქ summary-ია არჩეული მეთქი და აქ მოცემულია სხვადასხვა ვარიანტები, ნახეთ, რაც შეიძლება დავაყენოთ ამაში და ცოტა ხანში განვიხილავ ამ ყველაფერს, გასაგებად არც თუ ის რთულია, ამ შემთხვევაში string-ია, ანუ ჩვეულებრივი მოცემულობა და აქ მაქვს მოცემული სხვადასხვა ვარიანტი, თუმცა მე მინდა რომ უდრის, ანუ თუ ანაბარია is equal to ამ კონკრეტული summary-ს, მაგ შემთხვევაში წამოვიდეს ეს ხაზი, წავიდეს პირველი გზით, მოკლედ. რაც შეეხება დანარჩენებს, შესაბამისად მაქვს გადანაწილებული, თუ mode მითითებული მაქვს უდრის, მაგალითად question and answers, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია წავიდეს QA path მიმართულებით. ან თუ უდრის agents, მაგ შემთხვევაში უნდა წავიდეს მესამე მიმართულებით, ან თუ უდრის მაგალითად ყველას, მაგ შემთხვევაში უნდა წავიდეს უკვე მეოთხე მიმართულებით. უბრალოდ ჩართული მაქვს ყველაზე rename output და დარქმეული მაქვს სახელი, რას რა ქვია და როგორ უნდა წავიდეს. თუ სურს რაღაცა დამატებითი წესის დამატება, უბრალოდ მივანიჭებ add routing rule და ამ შემთხვევაში უნდა ჩავწერო value კონკრეტული, რა
იგულისხმება და ამ values, ანუ ამ ღირებულებას შეუსაბამო უნდა კონკრეტული დამატებითი value, რას უნდა უდრიდეს, რომ რაღაცა კონკრეტული მარშრუტიზაცია მოხდეს. ეხლა სანამ დამატებით დეტალებზე გადავალ კიდევ მთელ flow-ს ჩავივლი ამასთან დაკავშირებით ამ კვანძიდან, რაც იწყება. ჩავთვალოთ კიდე ერთი ასეთ მარტივ შედარებას მოგიტანთ, რომ ეს არის საგზაო პოლიცია, რომელიც იყენებს რაღაცა switch nodes, რითაც არეგულირებს უკვე წესებს. მთავარი ორი მომენტია გასათვალისწინებელი, ეს არის case sensitive და string equals-ი, რასაც აქ ვაკეთებთ ჩვენ, რაც უზრუნველყოფს, რომ ფორმი და შემომავალი მნიშვნელობა ემთხვეოდეს უნდა აუცილებლად switch-ის წესებს, ამ კვანძის წესებს, რათა რაღაცა გარღვევა არ მოხდეს. ლოგიკური წესები მე მგონი თქვენთვის გასაგებია უკვე, რაც ახსენეთ და როგორც ნაწელდება ეს ყველაფერი. ერთს გეტყვით, რომ ეს არის სტანდარტული if-else ლოგიკის ვიზუალიზაცია, ანუ თუ მოხდა ეს და გაგრძელება როგორ ხდება მერე, აი ამის ვიზუალიზაცია და ბოლო დეტალს გეტყვით კიდევ ასე ზოგადი მიმოხილვიდან, რაც მინდა რომ გითხრათ. N8-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძალა და ესეთი ღირებულება პარალელური პროცესინგი მეგობრებო, რაც წეგან აგიხსენით ზუსტად, რასაც ვაკეთებთ აქ ჩვენ, რომ all pass-ით ვანაწილებთ ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით და ერთიანად მოაქვს და აჯამებს უკვე ინფორმაციას უпроსტად ერთიანად ამუშავებს ყველაფერს რა და ყურადღება მიაქციეთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტორია სხვადასხვა ტოტს აი ზუსტად ასე ამუშავებს და ძალიან ძლიერი ძალა მიმართულებით. ეხლა მე დავიწყებ გავშლი ასე ვთქვათ დეტალებს აქ თუ რამეა ოფციების სახით დარჩენილი რომ ყველაფერი ცნობილი იყოს რა როგორ კეთდება და გადავალ უკვე მომდევნო node-ზე. მოკლედ ეხლა დაგვჭა განსახილველი ამ კვანძის ქვედა ოფციები აქ გამოტანელი მაქვს უკვე ყველაფერი არ დაიბნეთ უბრალოდ აქ იქნება გამოსატანი რომელიც არ იქნება მონიშნული მაგალითად ეს შეგვიძლია წავშალოთ და add option უბრალოდ დასამატებელი იქნება. თითოეული მათგანი განვიხილოთ რომ თქვენთვის ნაცნობი იყოს და უცხო აქ არაფერი არ იყოს. ვახსენეთ და განვმარტეთ ეს არის fallback output და კიდევ ერთხელ ვიტყვი ეს არის სათადარიგო default-ი გამოსავალი ჩათვალეთ სადაც წავა აითემები რომლებიც არც ერთ routing rules არ ეკუთვნის რაც გვაქვს მოცემული. რაც შეეხება მანდ ორი ვარიანტი გვაქვს მოცემული თუ რაღაცა დამატებით იქნება შეგვიძლია საერთოდ დაიგნორებული იქნას ეგ ამბავი და შეგვიძლია extra output mute-ითოთ რაც გულისხმობს იმას რომ იქ გამოჩნდება ეს დამატებითი output-ი როგორც ჩვენ გვაქვს ახლა მოცემული ჩვენს flow-ში. მეორე დეტალი რაც მნიშვნელოვანია შეგვიძლია უბრალოდ სახელი შეუცვალოთ ამ გამოსასვლელს მაგალითად აქ ჩვენ შემთხვევაში ქვია fallback-ი და შეგვიძლია უფრო გასაგებად რაღაცა ზედმეტი ან extra ან რაღაცა დამატებითი დავარქოთ მოკლედ რომ უფრო გასაგები იყოს. რაც შეეხება შემდეგ დეტალს ეს არის ignore case-ი რაც ასევე მნიშვნელოვანი რაღაცაა უბრალოდ ან ითიშება ან ირთვება და გულისხმობს იმას რომ არ მოხდეს ასოების გამო არევა მაგალითად თუ რაღაცაში სხვანაირად არის ასო დაფიქსირებული ჩაითვალოს ერთიანად რა მაგალითად all 80 პატარა 80 დაიწერება თუ დიდი 80 დაიწერება ჩაითვალოს ერთიანად რომ mode და status ტიპის ველებზე არ შეიქმნას რაღაცა არეულობა მოკლედ მნიშვნელოვანი ოფცია ეს ნამდვილად და რაც შეეხება ბოლოს send data to all matching outputs გამოიყენება როცა გვინდა რომ ერთი და იგივე აითემი გაიგზავნოს ყველა output-ზე ყველა გამომავალზე რომლის წესსაც ემთხვევა როცა გვინდა რომ რამდენიმე branch-ს მივაწოდოთ ერთი და იგივე ინფორმაცია ჭირდება ლოგირება პარალელური დამუშავება და ასე შემდეგ მაინც შეგახედებთ ერთხელ რომ გაუგებარი არ იყოს მაგალითად შემომავალი ფაილი რომელიც შეიძლება რამდენიმე გამომავალზე გადანაწილდეს ერთდროულად აქ შემთხვევაში გვჭირდება სწორედ ეს რომ იყოს ჩართული ეს ოფცია ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ჩავხუროთ იმიტომ რომ არ გვჭირდება ეს ოფციები ამ flow-ში და შეგვიძლია გადავიდეთ უკვე სხვა კვანძის განხილვაზე საკმაოდ ბევრი გვაქვს განსახილველი და მინდა რომ ყველაფერი მოვასწრო და ყველაფერი განვიხილო. გადავიდეთ მეგობრებო შემდეგ კვანძზე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კვანძზე რომელზეც ჩვენ წინა ტუტორიალშიც ვისაუბრეთ მე მგონი მაგრამ ეხლა უფრო დეტალურად განვმარტავთ რათა კარგად გავერკვეთ ეს არის summarization chain ანუ შემმაჯამებელი კვანძი ჩავთვალოთ ასე long chain-ის კვანძია და ძალიან მნიშვნელოვან რაღაცაში გვეხმარება რომ ჩვენ მიერ ატვირთული დოკუმენტი შევაჯამოთ და სანამ სტრუქტურას განვიხირავდეთ და flow-ს საერთოდ როგორ მიყვება რა რასაკეთებს თავად ეს კვანძი განვიხილოთ მოკლედ შიგნით რა ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი აქ რაც გვაქვს ჩვენ ეს არის რომ განვმარტოთ მეთოდები რაც გამოიყენება ამ კვანძში option-ებიდან მაქვს დამატებული summarization method and prompts ანუ როგორ უნდა მოხდეს დოკუმენტის შეჯამება მაგისი მეთოდები და მაგისი პრომპტები
და გვაქვს სამი სხვადასხვა ვარიანტი, ერთი არის map reduce, მეორე არის refine და მესამე არის stuff და ეხლა ამას განვმარტავ. მოკლედ, დავიწყებ, ვეცდები ძალიან მარტივად გავაკეთო ეს, რომ არ იყოს რაღაცა დამაბნეველი. map reduce ნიშნავს იმას, რომ როდესაც დოკუმენტი მიეწოდება ამ chains, ამ შემთხვევაში ამ მეთოდის გამოყენებით მოხდება დოკუმენტის დანაწევრება ნაწილ-ნაწილ, ჩანკებად დაყოფა, ჩანკებად დაყოფის შემდეგ მოხდება თითოეული ნაწილის, თითოეული ჩანკის რეზიუმირება, შეჯამება პირველი პრომპტის დახმარებით, აი რაც არის მოცემული აქ. თითოეული ნაწილი მოხდება რაღაცა პრინციპების ამ მეთოდის გამოყენებით, რაღაცა პრინციპების მიხედვით შეჯამება. ოღონდ არ მიეწოდება საბოლოო ჯამში LLM-ს, იმიტომ რომ პროცესი არ არის დასრულებული. პროცესის დასრულების დროს გვაქვს მეორე ეტაპი, რომელიც გულისხმობს final prompt to combine. რაც გულისხმობს იმას, რომ ეს რეზიუმეები, რომელიც ასე ვთქვათ, არის LLM-დან წამსვლელი გზაზე, მაგ შემთხვევაში ხდება ამ რეზიუმების შეჯამება უკვე და აი ასე გამოყავს საბოლოო შემაჯამებელი დასკვნა. მოკლედ, აი ამ პრინციპსა და მეთოდს მიყვება. ეხლა რო განვიხილავთ სხვა ორ მეთოდს, უფრო კიდე კარგად გაერკვევით თუ რა სხვაობებია. ეს პრომპტები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა აი ზუსტად განისაზღვროს თუ როგორი პრინციპით და რა საკითხების გათვალისწინებით უნდა მოხდეს და აი მოდი წავიკითხოთ ახლა ერთი წინადადება, რომ ნათელი იყოს. შექმნით დეტალური ანალიტიკური რეპორტი, ჩვენი ფაილის შესახებ 200-250 სიტყვა, შემდეგი სტრუქტურით. გამოიყენე ყველა მოწოდებული შუალედური შემაჯამებელი ინსტრუქცია, რომელიც ჩვენ პირველი პრომპტის საშუალებით გავაკეთეთ. დავახსენეთ, ანუ ნაწილ-ნაწილ დანაწევრებული ჩანკების რეზიუმირება, რომელიც უკვე მოხდა. და მერე მიყვება პრომპტი, რომელიც ახდენს ამ საბოლოო შეჯამების გაკეთებას. რაც შეეხება მეორე მეთოდს, მეორე მეთოდი ეს არის refine. და სიმართლე გითხრათ, ეს refine არის ყველაზე ეფექტური მეთოდი, თუ გვინდა რომ კონტექსტი არ დაიკარგოს. და რატომ? ეხლავე აგიხსნით. refine ეს მეთოდი უზრუნველყოფს იმას, რომ თითოეული ჩანკი, თითოეული ნაწილი, რომელიც დაიყოფა და როგორც დაიყოფა ჩვენი დოკუმენტი, გადაეცეს LLM-ს, ოღონდ ამის მერე შემდეგი თითოეული ნაწილის რეზიუმე, როგორც დაიყოფა ეს ჩვენი დოკუმენტი, გადაეცეს LLM-ს, ოღონდ ამის შემდეგ მოახდენს რეზიუმირებას ამ პირველი პრომპტის დახმარებით, რაც ეწერება აქ, ეხლა არ გვიწერია ქართულად ამაში არაფერი, ხოლო შემდეგ შემთხვევაში გადაეცეს მეორე ნაწილი და მეორე რეზიუმე და მიუმართოთ მეორე პრომპტით, რომ მოხდეს ამ მეორე ნაწილში პირველი ნაწილის რეზიუმეს გათვალისწინება. ანუ კონტექსტის დაკავშირება მოხდეს და აი ასე ციკლურად გაგრძელდეს მთელი პროცესი. ოღონდ მე აქ შემეშალა, მე მგონი პირიქით გითხარით, იმიტომ რომ initial prompt არის, რომელიც აგენერირებს ამ პირველი ნაწილის რეზიუმეს შეჯამებას და ამის შემდეგ უკვე მეორე ნაწილი ახდენს ამ refines, ანუ გაუმჯობესებას პირველი კონტექსტიდან გამომდინარე. მოდი ახლა აგიხსნით უკეთრო მაგალითით, რომ უფრო კარგად გაერკვეთ. აი წარმოიდგინეთ კონტრაქტი, ხო, იურიდიული კონტრაქტი, სადაც მუხლები გადაბმულია ერთმანეთზე. დაუშვათ ახდენს ერთი მუხლის რაღაცა ნაწილის შეჯამებას, მაგრამ ეს მუხლი დაკავშირებულია მთლიანად მეორე ნაწილთან გარკვეულწილად. აქედან გამომდინარე გვჭირდება refine მეთოდი, რომელიც კარგად მოახდენს კონტექსტის გააზრებას, იმიტომ რომ ურთიერთდაკავშირებული საკითხები გამოიკვეთება და მოახდენს ამ კავშირების დაფუძნებას, რათა არ დაიკარგოს კონტექსტი. აი პირველ შემთხვევაში შეიძლება იქ რაღაცა მოხდეს და დაიკარგოს კონტექსტი, რადგანაც სხვა მეთოდითა და პრინციპით მიუყვებით ამ ყველაფერს. მოკლედ refine არის ყველაზე ეფექტური მეთოდი და გამოიყენება, ასე ვიტყოდი, თუ პირველი map reduce გამოიყენება უფრო დიდი დოკუმენტების ანალიზისთვის, refine გამოიყენება უფრო მნიშვნელოვანი დოკუმენტების ანალიზისთვის, სადაც მიმოფანტულია დეტალები კონტექსტში და მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტებისა და კავშირების აღდგენა. ხოლო რაც შეეხება stuff მეთოდს, ყველაზე მარტივი მეთოდია მეგობრებო, არ გამოიყენება დიდ დოკუმენტებზე, მხოლოდ მცირე დოკუმენტებზე გამოიყენება, თუმცა სიმარტივის თვალსაზრისით, როგორც გითხარით, საკმაოდ მაღალ დონეზეა, რადგანაც მიეწოდება LLM-ს მთლიანი დოკუმენტი, მთლიანად ახდენს შეჯამებას, მთელი კონტექსტი გამოყავს მთლიანად. კარგია რაღაცა მხრივ, რომ მთლიან კონტექსტს იაზრებს, მაგრამ როგორც გითხარით, აქ დიდი შანსია ძალიან ორი რაღაცის. თუ დიდი დოკუმენტი იქნება, შეიძლება საერთოდ ვერ დაამუშავოს LLM-მა, დააეროროს და მეორე, თუ კი დეტალებია მნიშვნელოვანი იმ დოკუმენტში, რისი გათვალისწინებაც უნდა მოახდინოს LLM-მა, დიდი შანსია, რომ რაღაცა
რაღაცა გამორჩეს. მოკლედ, ეს არის მეთოდები, რაც ჩვენ გვჭირდებოდა. რაც შეეხება თვითონ სამერიზაცია როგორ უნდა მოხდეს, ამ შემთხვევაში ძალიან მარტივია ამისი გაგება, თუ საიდან და როგორ მოდის დოკუმენტი, რაც უნდა შეჯამდეს. ეს არის მაგალითად input-ი JSON ფორმატის სახით, ეს არის მაგალითად binary ფორმატის input-ი შემომავალი, ან document loader-ით, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ და ცოტა ხანში გავმარტავთ რაში და როგორ გვჭირდება. რაც შეეხება ბოლო ოპციას, ამ კვანტთან დაკავშირებით, რაც იყო ეს დამატება ოპცია batch processing, ჩვენ გაგვივლია ეს ამბავი, უზრუნველყოფს, როცა ძალიან ბევრი პროცესუალურად ერთდროულად მოდის ბევრი დოკუმენტი დასამუშავებლად, აი ამის რეგულაციისაა და ერთხელ აუცილებლად ავაწყობთ ამაზე flows, რომ უკეთ გასაგები იყოს. გადავიდეთ ახლა სხვა კვანძებზეც და განვმარტოთ თუ რა და როგორ არის და როგორ არის საერთოდ აწყობილი ეს flow, რომ კარგად მოვახდინოთ გააზრება. შემდეგი კვანძი, რაც უნდა განვიხილოთ, ეს არის OpenAI-ის chat მოდელი, რომელიც დამატებული გვაქვს. ნუ აქ შეიძლება ეხა არ არის სავალდებულო რომ მაინც და მაინც chat OpenAI იყოს, შეიძლება სხვა ხელოვნური ინტელექტიც იყოს ჩაშენებული, როგორც twin-ი ჩვენი flows-ი და ჩვენი აგენტის. მაგრამ ამ შემთხვევაში OpenAI გვაქვს მთელი რიგი მიზეზების გამო ჩაშენებული, ამიტომ ამას განვიხილავთ დეტალურად, რომ ეს კვანძიც თქვენთვის ნაცნობი იყოს. გადავიდეთ შემდეგ კვანძზე, როგორც გითხარით, ეს არის OpenAI-ის chat მოდელი, შევიდეთ აქ და განვმარტოთ თუ რა არის მოცემული და როგორ ChatGPT-ის ბევრნაირი მოდელი შეგვხვდებათ აქ და შორს აგვიყვანს ამაზე საუბარი, რა სიღრმისეული სხვაობებია მათ შორის. მაგრამ ერთი რამე დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ 4.1 mini მოდელი არის ყველაზე სტაბილური მოდელი და ყველაზე ნაკლებ ხარჯიანი. ანუ ყველაზე ოპტიმალურია ასე სატესტო შემთხვევაში და შეიძლება მოსახმარათაც კი. ეხლა უფრო უპირატესი მოდელები, უფრო მაღალი მოდელები კი უფრო კარგია ხარისხობრივად, მაგრამ სამაგიეროდ უფრო ძვირიანიც არის. შემდეგი რაც მინდა გითხრათ, ნუ ეს use responses API ჩართული უნდა იყოს, რათა პასუხების გენერაცია მოხდეს სტანდარტულად და თავარი, რაც აქვს OpenAI-ის ეს შესაძლებლობა, სხვა ხელოვნური ინტელექტის მოდელებს სამწუხაროდ ჯერ არ აქვთ აქ გამოტანილი ეს შესაძლებლობა, რადგანაც თვითონ OpenAI-მ დაამატა add built-in tool. რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია OpenAI-ის ამ ჭკვიან twins, რომელიც გვეხმარება ჩვენ რომ აგენტს ჭკუა მისცეს, ასე ვთქვათ, მივიცეთ დამატებითი შიდა შესაძლებლობები, რომელიც განვითარებული აქვს მოდელს, ეს არის web search-ი, შეუძლია წავიდეს და ინტერნეტში მოძებნოს ინფორმაცია და მეერე დააგენერიროს პასუხი, რაც ძალიან კარგი რაღაცაა. მეორე ეს არის file search-ი, რომელიც ასევე დაამატეს რაღაცა თავისი RAG სისტემასავით, ახალი, მე ერთხელ გაკეთებული მაქვს და თქვენს გაჩვენებთ აუცილებლად როგორ შეიძლება გაკეთდეს ეს ამბავი, რომ შიდა დოკუმენტები ავტვირთოთ, მაგალითად კომპანიის ან რაღაცა random დოკუმენტები და იმას დავაფუძნოთ მთელი სისტემა, ხელოვნური ინტელექტის მოქმედება იმ შემთხვევაში და ამ შემთხვევაში თუ მოვნიშნოთ, შეუძლია უკვე რომ მოდელს კონკრეტულ ფაილებში და ცოდნის ბაზაში მოსწებნოს საჭირო ნაწილი და იმაზე დაყრდნობით გვიპასუხოს საბოლოოდ. შეგვიძლია სხვადასხვა ტიპის დოკუმენტები ავტვირთოთ, PDF-ებიდან დაწყებული, სხვა დოკუმენტებით დამთავრებული. და ბოლო ეს არის code interpreter, რომელიც გულისხმობს, რომ პატარა კალკულატორივით, პატარა Excel-ივით კონტეს ჩვენთვის ამ აგენტის მოქმედების ფარგლებში, რომელიც დაწერს და გაუშვებს Python-ის კოდს და გააკეთებს გამოთვლებს, ანალიზს და გარდაქმნებს, რაც ასევე მნიშვნელოვანი იქნება და აგენტს ექნება უფლება მოკლედ რომ გამოიყენოს ეს შიდა შესაძლებლობები. ეხლა რაც შეეხება მომდევნოს მეგობრებო, აქ ორი ოპცია მაქვს დამატებული, მე ყოველთვის განვიხილავ დამატებით ოპციებსაც ხოლმე, ორი ოპცია მაქვს უკვე დამატებული maximum number of tokens და sampling temperature, თუმცა ამის გარდა არის სხვა ოპციები და მინდა რომ ნელ-ნელა განვიხილოთ თითოეული მათგანი, რათა არ იყოს დაბნეულობა ამ შემთხვევაში და ყველა გავშიფროთ თუ რა არის რეალურად. სანამ დავიწყებთ ახლა ოპციები აზრობრივადაც მინდა აგიხსნათ. ანუ ხელოვნური ინტელექტის მოდელი კი მოდის ჩვენთან, უბრალოდ ხელოვნური ინტელექტი მოგვეწოდება ამ აგენტში, მაგრამ ეს ოპციები წარმოადგენს იმას, რომ აქვს გამოყოლილი რაღაცა პარამეტრები, რომლის რეგულირებაც შეგვიძლია, რითაც ეს ინტელექტის მოწოდება, ჩათვალეთ, რომ ელექტრონული დენი მოდის და იმას ვარეგულირებთ რაღაცა დამატებითი ტექნიკური საშუალებებით, ხო? აი ეს არის ეს პარამეტრები, რითაც ჩვენ შეგვიძლია უკვე დავარეგულიროთ ეს პარამეტრები. რაც შეეხება პირველს maximum numbers of tokens 1800-ზე რაც მიყენია, ეს არის პასუხის სიგრძის ლიმიტი, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ძალიან დაბალია, ძალიან მოკლე და ისეთ შეჭრილი პასუხი იქნება პრობლემური, თუ ძალიან მაღალია, ამას სხვანაირად შეიძლება
დააეროროს, ძირითადად 1000-დან 2000-მდე ახალმე შუალედი, დოკუმენტს გააჩნია და კონტექსტს, მაგრამ დაახლოებით ესეა ხოლმე. რაც შეეხება sampling temperature, ის უკვე გულისხმობს უკვე კრეატიულობის დონეს. რაც მაღალია კრეატიულობა, ერთი მაგალითად, მით კარგია რაღაცა მხრივ, მაგრამ შეცდომის რისკის ალბათობაც მაღალია, რომ ჰალუცინაციები დაემართოს. აქედან გამომდინარე, ზომაზე მიყენია დაახლოებით საშუალოდ უფრო დაბალი, რომელიც უფრო სიზუსტისკენ უბიძგებს მოდელს, რათა იქ რაიმეს გაპარვა არ მოხდეს. რაც შეეხება შემდეგ ოფციებს, მოდი ესენიც განვიხილოთ. Top P ეს არის ჩათვალეთ კრეატიულობის ალტერნატიული კონტროლი, რომელიც გულისხმობს, რომ რამდენ ვარიანტს განიხილავს მოდელი, მოკლედ. რაც მეტია მითითებული, აქ რიცხვი მით მეტი იქნება ეს კრეატიულობის კონტროლი. ხო, ერთი დეტალი კიდე ის არის, რომ რაღაცით გავს temperature-ს არაგერიოდ, უბრალოდ ორივეს ერთდროულად არ ცვლიან ხოლმე, იშვიათად მხოლოდ ერთ-ერთ ცვლიან ხოლმე ძირითადად ტემპერატურას არეგულირებენ ხოლმე ამით. რაც შეეხება შემდეგს, ეს არის frequency penalty, რომელიც გულისხმობს გამეორების დამუხრუჭება, შეგვიძლია ასე ჩავთვალოთ, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ გავზრდით ნაკლები ერთი და იგივე ფრაზებისა და იდეების ტრიალი იქნება. რა ესეც კრეატიულობამდე დადის საბოლოო ჯამში. და რაც შეეხება დაბალზე მყოფს, ამ შემთხვევაში უფრო ზუსტი იქნება, მაგრამ უფრო ერთფეროვანი. გადავიდეთ მომდევნოზე, ეს არის presence penalty, რაც უნდა განმეხილა და ეს არის ახალი თემებისკენ გადახრის ბიძგი და რაც უფრო მეტად გავზრდით რაოდენობას, უფრო მეტად ეცდება მოდელი, რომ ახალი კუთხეები შემოიტანოს. მოკლედ ესეც ჩვენი არჩევანია, ესეც კრეატიულობა დადის საბოლოო ჯამში. მომდევნო რაც არის საჭირო რომ ვთქვათ, ეს არის response ფორმატი, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია მითითება გავაკეთოთ პასუხი თუ რა ფორმატში გვჭირდება, ეს იქნება ტექსტური თუ JSON ობიექტის სახით და რეალურად მოდელმა უნდა დაიცვას ჩვენ მიერ აღწერილი სტრუქტურა და რაღაცა შემთხვევებში ძალიან საჭირო რაღაცა, იმიტომ რომ როცა გვინდა ზუსტად სტრუქტურირებული output-ი მივიღოთ, ამ შემთხვევაში შეგვიძლია დავარეგულიროთ ზუსტად აი ეს ოპცია. რაც შეეხება მომდევნოს, რაც უნდა განვიხილოთ, ეს არის timeout-ი, რაც გულისხმობს რამდენ ხანს უნდა დაველოდოთ პასუხს, სანამ n8-ი შეწყვეტს მუშაობას. თუ დიდი ტექსტები და ფაილები ან ბევრნაირი თული გამოიყენება, ამ შემთხვევაში შეიძლება რაოდენობა გავზარდოთ. მოკლედ ესეც მნიშვნელოვანი ოპციაა ნამდვილად. რაც შეეხება მომდევნოს, ეს არის max retries, რაც გულისხმობს, თუ შეცდომა დროის ამოწურვა მოხდა, რამდენჯერ უნდა გაიმეოროს მოქმედება მოდელმა, მე იმ დღეს დამჭირდა მაგალითად და ცოტა გავზარდე რაოდენობა, იმიტომ რომ რაღაცა პრობლემა იქმნებოდა. ესეც ასე. მომდევნო რაც არის, მოდი ამათაც ჩავყვეთ და ესენიც განვიხილოთ. შემდეგი არის conversation ID. ეხლა უნდა გადავიდეთ უფრო advanced ოპციების განხილვაზე და იმათზეც ვთქვათ თითო სიტყვა, რათა დაბნეულობა არ გამოიწვიოს. პირველი ეს არის conversation ID, რაც უნდა აღვნიშნოთ და გავმარტოთ რა არის. ეს არის რომ ერთი და იგივე საუბრის ID ჩავთვალოთ შეგვიძლია ესე მოვიხსენიოთ, რომ თუ მივუთითებთ მოდელი იმავე საუბრის კონტექსტს გააგრძელებს, წინა ნაბიჯები ემახსოვრება იმ ID-ს ფარგლებში, ამიტომ მნიშვნელოვანია თუ გვინდა აი ამის დამთხევა. რაც შეეხება მომდევნოს მეგობრებო, ეს არის prompt cache key და ეს არის cache-ის გასაღები, რომ მსგავსი ერთნაირი დიდი ინსტრუქციები უფრო სწრაფად და იაფად დამუშავდეს. მოკლედ მნიშვნელოვანია ხოლმე რომ OpenAI-ის ხარჯები ამ მიმართულებით ვაკონტროლოთ და შეგვიძლია აი ეს გავაკეთოთ, რომ ერთ-ერთი რითაც შეგვიძლია დავზოგოთ მოკლედ ხარჯები. რაც შეეხება მომდევნოს მეგობრებო, ეს არის safety identifier, რაც გულისხმობს უსაფრთხოების იდენტიფიკატორს, რომელიც OpenAI-ს რეალურად ეხმარება, რომ abuse pattern-ების იდენტიფიკაცია მოახდინოს. რაც შეეხება მომდევნოს, მოდი ჩავსვათ ესეც, ეს არის service tier, რაც გულისხმობს, რომ შეგვიძლია ავირჩიოთ სერვისის პრიორიტეტული რეჟიმი, auto, default, flexi, priority, ფასი, სიჩქარის, ხელმისაწვდომობის ბალანსი, რომ მოვახდინოთ მოკლედ ამისთვის და რეკვესტები ვაკონტროლოთ სერვისთან. ესეც დაგჭირდება მე რაღაცა მომენტში და უფრო გასაგები იქნება ამისი ახსნა. მომდევნო ეს არის metadata, რომელიც არის ეტიკეტი, meta info ჩათვალეთ, სადაც არის რაღაცა key value მოცემული, რომ მე ლოგებში, ანალიტიკაში ადვილად მოიძებნოს, რას ეკუთვნის ეს მოთხოვნა.
მაგალითად პროექტი შეგვიძლია მივუთითოთ AI Pulse, user type სტუდენტი და ასე შემდეგ. მოკლედ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ვარიანტია, რაც უნდა ვიცოდეთ. და გვჭება ბოლო ორი, ეს არის top log props, რომელიც გულისხმობს რამდენი ალტერნატიული სიტყვა ტოკენი და მათი ალბათობა უნდა დაგვიბრუნოს მოდელმა. თუმცა ხშირად ეს არ გამოიყენება ხოლმე, სხვანაირად ვარეგულირებთ ამასაც, იმიტომ რომ რაღაც მარტივი მისაღები ფორმა არ არის ესეც. და რაც შეეხება ბოლოს prompts, ჩათვალეთ ეს არის OpenAI-ის dashboard-ში შექმნილ prompt template-ის გამოყენება სტანდარტიზებული ინსტრუქციით, ცვლადებით მოცემული, რომელიც გამოიყენება, როცა ერთიანი სტილი და ინსტრუქცია გვინდა ბევრ სხვადასხვა workflow-ში და ეს სტილის დამთხევა ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ამბავია. ბევრნაირი რაღაც ახსენეთ, შეიძლება რაღაცები რთულიც იყოს გასაგებად და ასე შემდეგ და არ გჭირდებათ რეალურად ყველაფერში სიღრმისეულად ჩაყოლა, მაგრამ აი სწრაფი შეჯამება რო გავაკეთო, რაღაცა რეკომენდირებული სატესტო გზამკვლევი რო დავაგენერიროთ, ასე ვთქვათ, სტაბილური ბიზნეს პასუხები რო იყოს და რამე არ აირიოს, ტემპერატურა ხშირ შემთხვევაში გვჭირდება ხოლმე დაბალი, response format-ი გვჭირდება ტექსტუალური ან JSON სქემა, თუ სტრუქტურირებულად გვინდა პასუხი, built-in-დან web search-ი ხშირად საჭიროა ხოლმე, რაღაცა მომენტში შეიძლება file search-ი და code interpreter-იც დაგვჭირდეს. დანარჩენი ოფციები უკვე განვიხილავთ ჩვენ სხვადასხვა flows, როცა ავაწყობთ, თუ რა მომენტში შეიძლება გამოგვადგეს უბრალოდ ეს პირველი მოთელვა იყო ჩათვალეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ესეც ჩვენი მომდევნო კვანძი. გადავიდეთ შემდეგი კვანძის აღწერაზე, მეგობრებო, და ეს კვანძი არის ამ შემთხვევაში default data loader-ი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი კვანძია. ამ კვანძიდან უკვე ჩვენ შევძელით ამის დამატება, როცა ჩვენ მივუთითეთ user document loader, რომელიც გულისხმობს იმას და გვჭირდება მაშინ, როცა გვინდა რომ AI-მ წაიკითხოს ფაილი ან JSON-ი და გადააქციოს დოკუმენტებად. მაგალითად, ვექტორულ ბაზაში ჩასასმელად ან შეჯამებისთვის. მოკლედ, ძალიან მნიშვნელოვანი კვანძია. რეალურად, როცა აქედან მოდის ჩვენ მიერ ატვირთული დოკუმენტი, ამ შემთხვევაში ხდება პირდაპირ default data loader-ში და ამის განმარტებას ვეცდებით ახლა. ჩათვალეთ, რომ ეს არის დოკუმენტების ჩამტვირთავი კვანძი, რომელიც წინა ნაბიჯებიდან მიღებულ ფაილს ან binary ფორმატის ფაილს ან JSON-ს იღებს, საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ნაწილებად, რომელსაც ჩანქები ქვია, მეგობრებო, აბრუნებს AI-ისთვის მოსახმარ დოკუმენტად. აი აქ უკვე. მოკლედ, ეს არის მთელი პროცესი, რაც აქ ხდება და რაც უნდა გავითვალისწინოთ. ძირითადი პარამეტრები და ოფციები რო განვიხილოთ ახლა, მოდი მივყვეთ. პირველი ეს არის type of data, რომელიც გულისხმობს რა ტიპის მასალას ვტვირთავ. ეს არის JSON-ი მაგალითად, როცა წინანაბიჯებიდან ტექსტის ველები მოდის JSON ფორმატში, მაგალითად შეიძლება იყოს API პასუხი, ან შეიძლება იყოს binary ფორმატი, როგორც გითხარით, რაც ჩვენ უკვე გავიარეთ. ეს შეიძლება იყოს PDF-ი, დოკუმენტი, ტექსტუალური CSV და სხვა ტიპის ფაილები. მოკლედ, ეს ჩვენი ხელით უნდა დავარეგულიროთ. რაც შეეხება შემდეგ, ამ შემთხვევაში ჩვენ ვინაიდან და რადგანაც upload-ით ფაილს ვტვირთავთ, ან drive-დან შეიძლება გადმოვიტანოთ, ამ შემთხვევაში ჩვენ binary გვაქვს, რა თქმა უნდა, მონიშნული აქ, რადგანაც ფაილზეა აქ საუბარი, ფაილი გვჭირდება. თუ მონაცემები წამოვიდო და ველებად, ობიექტებად, ამ შემთხვევაში JSON-ი გვექნებოდა უკვე მითითებული. შემდეგი რაც მინდოდა მე თქვა, ეს არის mode, რომელიც არის რამდენი მონაცემი წამოვიღოთ წინა ნაბიჯიდან, აი ამისი განმარტება რეალურად. Mode ოდნავ განსხვავებულია JSON binary-ისთვის, სხვადასხვანაირად ნაწილდება, მაგრამ იდეა ფაქტობრივად ერთი და იგივეა ორივეს შემთხვევაში. ეს არის შემდეგი რაღაცა load all input data, ყველაფერი წამოიღე, რაც ამ node-ში შემოდის, ან ყველანაირი ინფორმაცია, რაც უკავშირდება და ეს გვაქვს ჩვენ მითითებული, ან შეგვიძლია მივუთითოთ load specific data, რაც გულისხმობს, რომ მხოლოდ კონკრეტული ნაწილი ველი წამოიღე. მაგალითად, მხოლოდ ერთ ველს ავიღებთ, ან კონკრეტულ ნაბიჯს აიღებს. მოკლედ, მაგისი მითითების საშუალება გვაქვს უკვე აქ. ამ შემთხვევაში
შემთხვევაში ჩვენ გვინდა რომ ყველაფერი წამოიღოს, აქედან გამომდინარე load all input data შეგვიძლია დავაფიქსიროთ. Load specific data შემთხვევაში გამოყენების მაგალითსაც გეტყვით, რა დროს შეიძლება გამოვიყენოთ. ეს არის როცა შემოსულია მაგალითად ძალიან დიდი მონაცემები, რომელიც საკმაოდ არეულია და მაგალითად AI სჭირდება მხოლოდ ერთი ნაწილი, მაგალითად description-ი, well-ი ან მხოლოდ ტექსტი. რაც შეეხება მომდევნო ოპციას, ეს არის data ფორმატი, რაც გულისხმობს თუ რა ტიპის ფორმატის ფაილია აქ ატვირთული. იმ შემთხვევაში თუ მითითებული გვაქვს automatically detect by meme type, ამ შემთხვევაში n8-ი თვითონ მიხვდება PDF-ი არის ეს, დოკუმენტი არის, CSV არის, ტექსტუალური თუ რაღაცა სხვა ტიპის ფაილი. თუმცა შეგვიძლია ჩვენ ხელითაც დავარეგულიროთ ეს და პირდაპირაც მიუთითოთ. პრაქტიკული რჩევა რომ მოგცეთ ამასთან დაკავშირებით, შეგვიძლია ფაქტობრივად დავტოვოთ აუტოზე, თუ 100%-ით დარწმუნებული არ ვართ ფორმატში, ან რაღაცა გაუგებრობაა, თუ ხელით მიუთითებთ და სინამდვილეში სხვა ფორმატი აღმოჩნდება, ხვდებით ალბათ რომ შეცდომასთან და პრობლემასთან გვექნება საქმე. შემდეგს რაც შეეხება შემდეგ ოპციას, ეს არის text splitting. მე როგორც აგიხსენით, ეს კვანძი იღებს დოკუმენტს და უზრუნველყოფს რომ AI-ს მიაწოდოს თავისთვის გასაგებ და თავისთვის მისაღებ ფორმატში, აქედან გამომდინარე მას სჭირდება ტექსტის ჩანკებად დაყოფა, ნაწილებად დაყოფა და აქ გვაძლევს ჩვენ ორ სხვადასხვა options. როგორ დავჭრათ ტექსტი ნაწილებად, მოკლედ ამის გადასაწყვეტად ორ სხვადასხვა მეთოდს. ეს საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია RAG სისტემის დროს და ვექტორული ბაზებისთვის, რადგანაც დიდი ტექსტი პატარა ნაწილებად იყოფა, რომ ძიება და შეჯამება მოხდეს ძალიან ეფექტურად და კარგად. მაგალითად, simple-ის შემთხვევაში ავტომატურად დაყოფს ყოველ 100 სიმბოლოზე და გააკეთებს 200 სიმბოლოიან გადაფარვას, რომელსაც overlaps ეწოდება, რომ კონტექსტი არ დაიკარგოს. ეს გადაფარვის შესახებ ჩვენ აქამდე გვითქვამს, გადაფარვა უზრუნველყოფს იმას, რომ კონტექსტში იყოს ჩატეული. მაგალითად, თუ დაიჭრება ტექსტი რაღაცა ფიქსირებულ ნაწილებად და შუაზე გაიხლიჩება ან აზრი ან კონკრეტული სიტყვები, რაც მნიშვნელოვანია, შეიძლება კონტექსტი დაიკარგოს და აირიოს. აქედან გამომდინარე, გადაფარვა ყოველთვის გვჭირდება, რომ ამისგან დაზღვეულები ვიყოთ. რაც შეეხება customs, ამ შემთხვევაში ჩვენ ვაკავშირებთ ცალკე text splitter-თან, თუ გვაქვს ეს მონიშნული, გამოვა უკვე ცალკე text splitter-ი კვანძი, რასაც ხედავთ, თუ ეს არ გვექნება მონიშნული, მაგ შემთხვევაში არ იქნება გამოსული და ეს subnode-ი ჩათვალეთ თვითონ აკონტროლებს როგორ დაიჭრას, მაგალითად ტოკენებით, markdown-ების სექციებით, თუ ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანი კვანძია და ძალიან ხშირად გამოიყენება და ძალიან ხშირად გვჭირდება ეს კვანძი და ამასაც ცალკე განვიხილავთ უკვე. არატექნიკური ენით რო ავხსნათ კიდევ ზუსტად რომ გაუგებრობა არ იყოს მაინც დარჩენილი, simple ეს არის ავტომატურად დაჭრა სტანდარტულად, რომელსაც n8-ი თვითონ უზრუნველყოფს, ხოლო custom-ი ეს არის რომ მე ავირჩევ წესს თუ როგორ უნდა მოხდეს დაჭრა. რაც შეეხება ბოლოს, ანუ ოპციებს, ეს არის options, ქვედა დამატებითი ოპციები, აქ არის ჩამონათვალი რაღაცა სხვადასხვა ტიპის ოპცია და ვეცდები ესეც განვმარტო ახლა. JSON pointer-ი გამოჩნდება მაშინ, როცა ფაილი JSON loader-ზეა, აი აქედან უკვე. ამ შემთხვევაში გვექნება ჩვენ შესაძლებლობა, რომ ამოვიღოთ კონკრეტული ტექსტი JSON-იდან, კონკრეტული მითითებები გავაკეთოთ. რაღაცა მომენტში დაგვჭირდება ესეც, ვნახავთ და უფრო გაერკვევით ამაში, თუ რაში შეიძლება გამოგვადგეს. კიდევ ერთ მაგალითს ვიტყვი, მაგალითად ადამიანურად რო ვთქვათ და განვმარტოთ, ეს არის სიტუაცია, როცა JSON კოდში, რომელიც თქვენ დაგინახავთ, უკვე ბევრი ველია მოცემული, აქ ვეტყვით n8-ს, რომ მხოლოდ ეს ნაწილი წაიკითხოს, რაც გვექნება აქ მოკლედ მონიშნული. რაც შეეხება მომდევნოს, ეს არის CSV file separator-ი, ანუ გამყოფი, ესე ითარგმნება მე მგონი ქართულად, განმარტავს და მითითებები შეგვიძლია მივცეთ CSV ფაილში, რომელი სიმბოლო ყოფს სვეტებს. CSV ფაილთან ვისაც გქონიათ შეხება, მიხვდებით რაც იგულისხმება, თუ default-ად ვტოვებთ, მაშინ ეს იქნება მძიმე. მაგრამ ხდება ხოლმე, რომ სხვადასხვა ტიპის CSV ფაილებში, მაგალითად ევროპულ CSV ფაილში, წერტილი მძიმეა ერთდროულად და აქედან გამომდინარე ამისი გათვალისწინება აუცილებლად მოგვიწევს. რაც შეეხება მომდევნოს, ეს არის CSV column-ი, CSV სვეტი, ანუ რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ თუ ბევრი სვეტია მოცემული ასეთი ტიპის ფაილში, ამოიღოს კონკრეტული სვეტები, მაგალითად description-ი, ან content-ი, ან ჩვენ რაც გვინდა, მოკლედ ის სვეტი წამოიღოს. შემდეგი რაც არის, ეს არის split pages
in PDF, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ PDF-ის შემთხვევაში თუ ჩართულია ეს ფუნქცია, ამ შემთხვევაში თითო გვერდს გააკეთებს ცალკე დოკუმენტად. ხოლო თუ გამორთულია, მაშინ PDF-ს ერთ დიდ დოკუმენტად დატოვებს და ასე გადანაწილდება. მოკლედ და საერთოდ რატომ არის სასარგებლო, რომ ჩართული იყოს ეს, ამასაც ახსნი. როცა ჩვენ გვჭირდება კითხვა ძებნა ხოლმე, ამ შემთხვევაში ხშირად ბევრად უკეთ მუშაობს თუ ჩართულია, რადგანაც გვერდებად და ნაწილებადაა დაყოფილი და საერთოდ NATM-ში ხშირად გვაქვს ეს სიტუაცია, რომ რაც უფრო სტრუქტურირებულად დაყოფილია ყველაფერი, მით უფრო კარგი შედეგი გვაქვს ჯამურად და არ გვაქვს რაიმე პრობლემა. და ბოლოს რაც შეეხება, ეს არის metadata, ესეც რო განვმარტოთ რა არის. metadata ეს არის დამატებითი ტეგები, ატრიბუტები, რომლებიც თითოეულ დოკუმენტს დაეკრობა, ჩათვალეთ, მაგალითად source, age policy, department, finance და შემდეგ ვექტორულ ბაზაში ძიებისას შეგვიძლია ფილტრებად გამოვიყენოთ და ბევრად უფრო ეფექტურად მოვძებნოთ. მოკლედ ეს ყველაფერი არატექნიკური მაგალითიც რო ვთქვა, თუ ბევრი დოკუმენტი გვაქვს, მაგალითად, metadata გვეხმარება, რომ სისტემას უთხრას მომიძებნეთ მხოლოდ ფინანსების დოკუმენტებში ან მხოლოდ ამ წყაროს დოკუმენტებში არსებული ფაილები. მოკლედ, გვიმარტივებს metadata ამ მიმართულებით საქმეს. ეს არის ჯამურად ამ კვანძის მთელი არსი და მთელი დანიშნულება, ყველა ოპცია setting-ი აქვს სტანდარტული და ჩვენ რადგანაც მონიშნული გვაქვს აქ custom text splitting-ი, გვიხსნის უკვე ჩვენ ტექსტის დამჭრელ ამ კვანძს და შესაბამისად მოდი განვიხილოთ ესეც აქ რა ხდება. ეს კვანძი დიდ ტექსტს ჭრის პატარა ნაწილებად, კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, პატარა ჩანკებად, ასე ვთქვათ, და პრინციპებს ავხსნი ახლა როგორც აკეთებს ამას. ჯერ ცდილობს რომ პარაგრაფებად, წინადადებებად დატოვოს და მხოლოდ მერე დაამსხვრიოს უფრო ნაწილებად, ანუ კონტექსტი შეინარჩუნოს რა მაქსიმალურად გასაგებად რო ვთქვათ და მივანიშნოთ რას აკეთებს. მთელი აზრი და დანიშნულება ამისი ზუსტად ეგ არის, რომ კონტექსტის შენარჩუნება მაქსიმალურად მოახერხოს. NATM თვითონაც რეკომენდაციას გვაძლევს იდეაში, რომ ამ ტიპის სპლიტერი გამოვიყენოთ უმეტეს შემთხვევაში მაშინ, როცა RAG და ვექტორული ბაზისთვის ვაწყობთ flows, უпроსტად ამათი გამოყენებით ვაწყობთ flows. რაც შეეხება რიცხვებს, რაც გვაქვს მითითებული, chunk size ამ ნაწილის ზომა, ამ შემთხვევაში 1000 მაქვს მითითებული, ანუ გულისხმობს რა არის თითოეული ნაჭრის მაქსიმალური ზომა სიმბოლოებით, ქარაქტერებით და ნუ რო წარმოვიდგინოთ რაღაცა მარტივად და ადამიანურად, ეს არის აი ჩავთვალოთ წიგნი, რომელსაც აქვს chunk size და ეს chunk size, ანუ ნაწილის ზომა არის რამდენი ტექსტი ეტევა ერთ პატარა ფურცელზე, რომელიც რეალურად ნიშნავს, რომ რაც უფრო პატარა chunk-ი იქნება, ძებნა, მოპოვება უფრო ზუსტი იქნება. მაგრამ შეიძლება რეალურად კონტექსტი დაიკარგოს. აქედან გამომდინარე, აქ chunk size არც ძალიან ცოტა არ ვარგა, არც ძალიან ბევრი არ ვარგა, რაღაცა შუალედია საჭირო. უფრო დიდი ზომის chunk-ის შემთხვევაში მეტი კონტექსტი ჩაეტევა, მაგრამ შანსია, რომ გაბუნდოვდეს ჩვენი კონტექსტი, გაიბლაროს და მოძებნილი ნაწილი ნაკლებად ზუსტი აღმოჩნდეს. ანუ ორი უკიდურესობა, დიდი ზომა აყენია და შეიძლება გაიბლაროს, პატარა ზომა აყენია, შეიძლება კონტექსტი დაიკარგოს ძალიან მარტივად, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან პატარა იქნება. მაგალითებიც რო ვთქვა, რა დროს როგორ შეიძლება დავაყენოთ ეს ზომა. მაგალითად, როცა FAQ და მოკლე ინსტრუქციებს ეხება საქმეს და არა ძალიან დიდ დოკუმენტს, ამ შემთხვევაში 600-დან 1200-მდე რო დავაყენოთ, სრულიად ნორმალურია და გვეყოფა. რაც შეეხება გრძელი რეგლამენტი ან კონტრაქტი თუ ამოცემული, მაგ შემთხვევაში უკვე 1000-დან ან 2000-მდე მერყეობს ეს ზომა. ხოლო რაც შეეხება chat ტრანსკრიფციას, ფორუმის ტექსტებს, ესეც რაღაცა თავისი შუალედური ვარიანტია ხოლმე ამ ორ შორის მე რაც ჩამოგითვალეთ და 800-დან 1500-მდე აი დაახლოებით ასე მერყეობს ხოლმე. შემდეგი ეს არის chunk overlap, რომელიც ჩვენ 100 გვაქვს ახლა მონიშნული, წეღანაც განვმარტე, მაგრამ კიდევ ერთხელ განვმარტავ, რასაც გულისხმობს, იმიტომ რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია. ეს არის რამდენი ტექსტი გამეორდეს მეზობელ ნაჭრებს შორის, რათა მოხდეს გარკვეული გადაფარვა და არ მივიღოთ გახლეჩილი, გაუბედურებული კონტექსტი ამ შემთხვევაში. თუ კითხვა პასუხი ზუსტად იმ ადგილას ეკრის, სადაც ნაჭერი იყოფა, ეს chunk-ი ჩვენი ხდება გაყოფა, overlap-ი ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვეხმარება, რომ ეს გადაფარვა
წინ და უკან, დაგვეხმარება რომ კონტექსტი ორივე მხარეს ჰქონდეს და არ დაიკარგოს. მე მგონი მარტივად გასაგები კონცეფცია ეს, რასაც აკეთებს. N8-ი პირდაპირ გვეუბნება რეკომენდაციაში, რომ ეს chunk overlap-ის მითითება და კარგად გააზრება markdown code splitting, რასაც ახლა განვიხილავთ, ეს ორი რაღაცა ხშირად აუმჯობესებს chunk-ების ხარისხს, რასაც ვიღებთ საბოლოოდ ჩვენ და მაგალითების რო ვთქვათ, როდის როგორ შეიძლება იყენოს ეს chunk overlap-ი, განმარტოთ, თუ პასუხში კონტექსტი აკლია, შეგვიძლია გავზარდოთ 150-დან 250-მდე. თუ ძალიან ბევრი დუბლირება გამოდის ამ overlap-ის გამო და პრობლემაა შესაბამისად, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია შევამციროთ 50-დან 100-მდე. ეხლა რაც შეეხება option-ებს, სადაც გვაქვს ჩვენ მითითებული და დამატებული split code-ი, ესეც რო განვმარტოთ რა არის, ეს ეუბნება ამ დამჭრელ კვანძს, როგორ გაჭრას ტექსტები უკეთესად სპეციფიკური სტრუქტურის მიხედვით. სიღრმისეული საკითხია, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ ესეც. Markdown-ის მითითება ნიშნავს იმას, რომ ტექსტის დაჭრა მოხდეს Markdown-ის ლოგიკის, ანუ ისეთი კონკრეტული ფორმატის მიხედვით, როგორც Markdown-ისთვისაა დამახასიათებელი, თავისი სათაურებით, ქვესათაურებით, ბლოკებით, კოდის ბლოკებით და მსგავსი საზღვრებით, რაც Markdown-ში ბუნებრივად გამოიყენება ხოლმე და ძალიან გავრცელებული სტრუქტურირებული ფორმატია. N8-ი რეკომენდაციას უწევს, რომ შეგვიძლია აქ ხშირად გამოვიყენოთ ასევე Markdown-ის გარდა HTML-იც, ანუ ამ ბლოკებათაც ხშირად შეუძლია ძალიან კარგად კოდის ბლოკებად დაჭრას, მოკლედ ეს chunk-ები და რაღაცა მარტივადაც რომ ავხსნათ ჯამურად, თუ დოკუმენტი არის სექციებად დალაგებული, სათაურებით, Markdown-ი ეხმარება რომ სექცია შუაგზაზე არ გაიხლიჩოს და კონტექსტის შენარჩუნება მოხდეს. აი ისეც რო ვთქვათ, როდის შეიძლება გამოვიყენოთ ხოლმე Markdown-ი, როცა ტექსტი მოდის Notion document ან README დოკუმენტაციის სტილში, სათაურებით და ბულეთებად ხოლმე. მოკლედ ესეც მნიშვნელოვანია, რომ ნამდვილად გავითვალისწინოთ. რაც შეეხება იმ შემთხვევაში, თუ ტექსტი კოდია, ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ უკვე, ასე ვთქვათ, Python-ი JavaScript-ის ფორმატზე და ამ შემთხვევაში უკვე წინასწარ აქვს N8-ს მომზადებული, როგორ შეიძლება მოახდინოს ეს გაყოფები კოდისთვის და ბევრად უფრო ეფექტური იქნება ზუსტად ამ შესაბამისი მითითება. ეს კვანძი მოკლედ საბოლოოდ რო შევაჯამოთ, chunk size-ი ეს არის, რამდენი ტექსტი ჩავატიოთ ერთ ნაწილში, აი ამისი მითითება, chunk overlap-ი ეს არის, რამდენი ნაწილი გავიმეოროთ წინ და უკან, რომ არ გაწყდეს აზრი. Split down-ი და markdown-ი დოკუმენტის სათაურები სექციებად უკეთ დაჭრა, რომ ხარისხიანი chunk-ები, ანუ ხარისხიანი ნაწილები მივიღოთ საბოლოო ჯამში. ეხლა დაგვჭა ჩვენ სამი კვანძი მეგობრებო და ეს სამი კვანძიც უნდა განვიხილოთ როგორ მუშაობს რეალურად და მერე შეგვიძლია მთლიანად ერთხელ გადავუაროთ კიდევ და უბრალოდ დავტესტოთ flows ეს პირველი ნაწილი როგორ მუშაობს. მერე მეორე ნაწილს გავაკეთებთ, მერე მესამე ნაწილს, მერე საბოლოოდ ჯამურად, მოკლედ სამუშაო კიდევ საკმაოდ ბევრია დარჩენილი. მოდი შემდეგი კვანძი განვიხილოთ ეხლა, ეს არის if node-ი, საკმაოდ მნიშვნელოვანი კვანძია, პირდაპირ აქედან if-ს მოვნახავთ და დავამატებთ, ეს უკვე სხვა ტიპის კვანძებია, რომელიც ჩვენ არ გაგვივლია. if კვანძი ჩათვალეთ, რომ არის ჩვენი ლოგიკური შემოწმების წერტილი, გადამრთველი if node-ი, რომელიც მოქმედებს როგორც კარიბჭე, ჩათვალეთ, რომელიც ამოწმებს საბოლოოდ რა რეჟიმი ავირჩიეთ ჩვენ აქ თავიდან, აი აქედან, რატომ? იმიტომ რომ გადაწყვიტოს, რომ ეს რეჟიმი უნდა განვითარდეს, ასე ვთქვათ, ერთი მიმართულებით, მარტო ერთი flows მიმართულებით, თუ რეჟიმში მითითებული გვაქვს ჩვენ all აქ, აი all გვაქვს მითითებული, ანუ ყველაფერი ერთად გვინდა გავაკეთოთ და მაგ შემთხვევაში if node-დან წამოვა უკვე კვანძი და განვითარდება აი აქ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, მეგობრებო, რა ხდება. ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ ორი სხვადასხვა გზით. ერთი გზით, როცა ფაილს ავტვირთავთ და ერთ რომელიმე ნაკადს განვავითარებთ ამ სამიდან და გვაქვს მეოთხე ვარიანტი ამ სამის გარდა all pass, რაც გულისხმობს, რომ ყველაფერი ერთად გაკეთდება. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება if node-ი, რომ if node-მა გადაწყვიტოს, რომელი ვარიანტია განვითარებული. თუ მარტო შეჯამებას ვავითარებთ, მაგ შემთხვევაში გზას გააგრძელებს აქეთკენ და მივიღებთ მხოლოდ ამ flows მუშაობას, ხოლო თუ all pass გვაქვს მონიშნული, მაგ შემთხვევაში წამოვა აი აქეთ,
როგორც გააკეთებს ასევე სხვა ყველას სამივე მიმართულება და მივიღებთ უკვე საბოლოო პასუხებს სამივეს ერთდროულად შეჯამებას. აქ არის განაწილებული შემდეგნაირად true და false და აზრობრივად condition-ი, ანუ მდგომარეობა არის შემდეგნაირი, რომ ყველა მონიშნული თუ არა, ანუ ყველას უდრის და ამით ანაწილებს უკვე true, ანუ მართალია თუ false, ანუ ტყუილია. თუ all იქნება მითითებული იქ, მაგ შემთხვევაში იქნება მართალი. ეს დებულება, რაც აქ არის მოცემული, შესაბამისად ჩვენი ხაზი წამოვა აი აქედან. ხოლო თუ აქ ვერ დაიჭერს all-ს, ანუ mode router-ში ვერ დაინახავს, რომ all არის მითითებული და არის სხვა რაღაცა მითითებული, ამ შემთხვევაში summarize-ზე იქნება უკვე false-ი და შესაბამისად all არ იქნება მითითებული, არ უდრის, ანუ ტყუილი დებულება იქნება, ანუ all-ს არ უდრის და მაგ შემთხვევაში წამოვა უკვე false ამ მიმართულებით და განვითარდება მხოლოდ ეს flow ამ შემთხვევაში. მოდი ერთხელ კიდევ გადაუვაროთ, რომ რაიმე გაუგებარი არ დაჩეს აქ. რეალურად შეგვიძლია სტრუქტურირებულადაც რო ვთქვათ, ეს არის შემოწმების პირობა, რომელიც გვეუბნება ასეთ რაღაცას, რომ mode router-ი უდრის all-ს. ანუ რაც mode router-შია ის მითითებული. თუ პირობა მართალია, true path, რაც წეგან გაჩვენეთ, ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელმა ითხოვა all რეჟიმი. ამ შემთხვევაში შედეგი პირდაპირ მიეწოდება edit fields, ოღონდ არა იმ edit fields, არამედ ამას, summary edit fields. შემდეგ კი გადადის უკვე merge-ში, კოდში და სხვა node-ებში. სადაც აქ მოხდება უკვე შეჯამება და დაელოდება სხვა ნაკადებიდან წამოსულ პასუხებსაც. აი ასე რომ დაგანახოთ. ჯერ ეს პასუხი წამოვა all-ში, მერე ეს პასუხი წამოვა, ბოლოს ეს პასუხი წამოვა და მერე აქ დაელოდებიან ერთმანეთს და გაერთიანდებიან. ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირობა მცდარია, აქ რაც არის მოცემული, ეს პირობა უბრალოდ მცდარია. ამ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელმა ითხოვა მხოლოდ summary რეჟიმი, რაც წეგან აგიხსენით და ამ შემთხვევაში შედეგი წავა პირდაპირ edit field-ში, შემდეგ მოხდება მისი მომზადება და შემდეგ გამოისახება, ასე ვთქვათ, ამ form კვანძში, რომელიც მომხმარებელს დაუყოვნებლივ დაუბრუნებს შეჯამების საბოლოო პასუხს. რეალურად კიდევ ერთხელ მარტივად რო ვთქვათ, if node-ი აკეთებს შემდეგ რაღაცას. თუ ეს, მაშინ მოხდეს ეს. წავიდეს ასე. მაგრამ თუ არა, ესე მაშინ წავიდეს იგით. ანუ უბრალოდ ამოწმებს პირობას და აგზავნის მონაცემებს ამ ორიდან ერთ-ერთ გზაზე. ან true გზაზე, როცა პირობა სწორია, ან თუ პირობა არასწორია, არასწორ გზაზე. ხო, ეხლა ოპციები განვიხილოთ, მეგობრებო, როგორ იწყობა საერთოდ ეს კვანძი, რომ ასე ვთქვათ, გაუგებარი არ დარჩეს. Mode router-იდან ვიღებთ რეალურად ჩვენ მნიშვნელობას და გადმოგვაქვს აი აქ ეს მნიშვნელობა. ჩავთვალოთ ნიშნავს, რომ მომიტანე mode router-ი node-დან იმავე დაკავშირებული ჩანაწერის mode მნიშვნელობა. ანუ რაღაცა ასეთ რაღაცას გულისხმობს და ამ შემთხვევაში ჩვენ ეს გვექნება მთავარ მნიშვნელობად, რომელსაც დავლინკავთ, ესე იგი, წინა node-ში და გავაკეთებთ ჩვენ აქ ბევრნაირი სხვადასხვა ოპცია გვაქვს, რომელსაც ახლა სათითაოდ ვერ განვიხილავთ, თუმცა ბევრჯერ დაგვჭირდება ხოლმე. ის უბრალოდ string-ია და გავაკეთებთ string-ის შედარებას is equal to და all-თან, ანუ სიტყვასთან, რომელსაც ან პირობა რო ჩამოვაყალიბოთ, ან უნდა უდრიდეს, ან არ უნდა უდრიდეს. ხო, რა შეეხება შემდეგს convert types were required. ამბობს ესეთ რაღაცას, რომ თუ არ ემთხვევა ერთმანეთს ეს მნიშვნელობები, ვეცდები ფორმატირება მოვახდინო და ისე შევადარო ერთმანეთს, ავტომატურად გადავიყვანო და გამორთული მაქვს, იმიტომ რომ შეცდომის რისკი ამ შემთხვევაში იქნება მაღალი და შეიძლება პრობლემა შეგვექმნას, იმიტომ რომ მოულოდნელად რაღაცა შეიცვალოს. იმიტომ რომ ძალიან ცალსახაა, აუცილებლად all უნდა იყოს მითითებული. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც გამოგვადგება, ასე ვთქვათ, ამის on-ზე დაყენებაც და ესეც შეიძლება დაგჭირდეს მოკლედ. გამურათაც რო ვთქვათ, თუ off-ზე აყენია, მაშინ ზუსტი გვაქვს წესები, ხოლო თუ on-ზე აყენია, მაშინ უფრო დამთმობი წესები გვაქვს და უფრო მარტივადაა საქმე. მოკლედ, არის ბევრი შემთხვევა, როდესაც mode router-ი და if კვანძი გამოიყენება ერთად. და კიდე ერთხელ ვიტყვით, ერთი წინადადებით, mode router-ი განსაზღვრავს რა რეჟიმი უნდა იყოს flow-ში, ხოლო if node-ი ამ რეჟიმის მიხედვით აირჩევს კონკრეტულ სამუშაოს, რა სამუშაო უნდა განვითარდეს, ზემოთ თუ ქვემოთ. ჩვენს flow-ში ბევრნაირი სცენარი მუშაობს, აქედან გამომდინარე აუცილებლად გვჭირდება ამ ორივეს გამოყენება. გადავიდეთ აქ ქვედა ოპციაზე, კიდევ თუ რამე გვაქვს დარჩენილი, ხო, ignore case, რომელიც ჩვენ განმარტებული გვაქვს, რასაც გულისხმობს წინა შემთხვევაში უკვე
აქ გვაქვს ჩვენ ასოებთან დაკავშირებული საკითხები. რამდენად თავისუფლება შეგვიძლია მივანიჭოთ NA10-ს, რომ იქ რაღაცა ძალიან მკაცრი შეზღუდვებით დამატებითი პრობლემა არ შეიქმნას და აღიქვას all პირველი ასო, დიდი ასოთი დაიწერება თუ პატარა ასოთი დაიწერება all არის და შესაბამისად გვჭირდება რომ აუცილებლად გაიაზროს. Setting-ი აქვს სტანდარტულად იგივე, რაც ყველა სხვა შემთხვევაში ჰქონდა. და ბოლო პუნქტი მეგობრებო, რაც ამ კვანტთან დაკავშირებით მინდა რომ ვთქვა, ბევრ თქვენგანს, ვისაც არ გაქვთ გამოცდილება, გაგიჩნდებათ ეს პრობლემა და იტყვით, რომ როგორ მოახვედრე ეს კოდი, ხელით დავწეროთ, AI-ს დავაწერინოთ თუ როგორ. მეგობრებო, ამ შენებას როცა დაიწყებთ და ამ კვანტს როცა დაამატებთ, შეგიძლიათ უკვე ატვირთოთ ფაილი რაც გინდათ, სანამ გადახვალთ ქვედა flow-ებზე, ასე ვთქვათ, და როცა ფაილი აიტვირთება, სანამ იქითა კვანტებს დავამატებდეთ, ჩვენ უნდა მოვახდინოთ აქ თუ არაფერი წერია, აქ მითითება კონკრეტული JSON-ის, რომელიც აღიქვამს და არის მითითებული root კვანტში. ამ შემთხვევაში ვაკეთებთ თუ კი ჩვენ ფაილი ავტვირთეთ უკვე input-ი გამოისახება, ჩამოვალთ mode router-ში და ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს mode და ამას უბრალოდ მოვკიდებთ ხელს და უბრალოდ გადმოვიტანთ აქ გამოისახება კოდი, რომელიც დაგვეხმარება, რომ ეს პირობა ავაგოთ ჩვენ და ამ კონდიციის შემოწმება მოხდეს საბოლოო ჯამში. აი აქედან გაჩნდა რომ იცოდეთ. თუ AI-ის დახმარებით აწყობთ flows, მასაც დააგენერირებინოთ, ისიც სუსტად დაგიწერთ ამას როგორ ჩასვა. მოკლედ ესე კეთდება ეს ამბავი გადატანა გადმოტანით ამ შემთხვევაში. მოკლედ შეგვიძლია გადავიდეთ ახლა ჩვენ სხვა კვანტზე და ეს არის edit field-ი, რომელიც უნდა განვიხილოთ. მეგობრებო, შემდეგ form-ი და ამით ეს მხარე სრულდება. დავიწყოთ ახლა ჩვენ edit field ამ კვანტის განხილვა და გავარჩიოთ ყველაფერი რა ხდება ამ კვანტში და საერთოდ რას წარმოადგენს, რათა მომავალში თქვენ შეძლოთ გამოყენება. ჩათვალეთ მეგობრებო, რომ ეს კვანტი არის ჩვენი მთარგმნელი ან რედაქტორი, ან რაც გინდათ ის დაუძახეთ, თავარია ამ შინაარს ატარებდეს. ის იღებს AI-ის მიღებულ რთულ ტექნიკურ შედეგს, მაგალითად გრძელ ტექსტს ან რაღაცა სხვას, თავარი რასაც აკეთებს არის ის, რომ აალაგებს მას სტრუქტურირებულ ინფორმაციად. მაგალითად, აი ტექსტიდან რაც მოდის ამ ჩვენი მანქანების შესახებ, ის ქმნის ლამაზ სიას, რეჟიმი, შედეგი, ფაილის სახელი, მონაცემები და ზოგადად მონაცემებს ამზადებს ბოლო გამოხატვისთვის უკვე ამ ფორმის ფაილისთვის. ზოგადად ამ კვანტის მიზანი რო დავახასიათოთ და ამოცანა გვაქვს სამი რაღაცა, რასაც აკეთებს ეს edit field-ი და address set node-ი, აი ასე მოიხსენიებდნენ მოკლედ ამას. ეს edit field-ი პირველი რასაც აკეთებს, ეს არის ტრანსფორმაცია, გარდაქმნა, ტექნიკურ ველებს გადააკეთებს გასაგებ სახელებად, რაც აქ ხდება ახლა რეალურად, რათა ყველაფერი იყოს ნათელი და არ მოხდეს რაიმე შეცდომა. მეორე ეს არის შეგროვება, collect ყველა საჭირო ინფორმაციის, ფაილის, სახელის დამუშავების დროს, შედეგი ერთ ობიექტში მოქცევა და ისე განსაზღვრა. და ბოლო მესამე ეს არის სტანდარტიზირება, რაც უზრუნველყოფს, რომ ყველა ნაკადი, რაც მოდის აქ ჩვენთან, რაც გვაქვს გამოყოფილი, summary იქნება, question-ი თუ agent-ი, რომელშიც ყველგან გვაქვს ჩვენ ეს edit node-ი, ერთნაირი ფორმატით მივიდეს საბოლოო შედეგი. edit field-ები გვაქვს აი ამ შემთხვევაშიც, როცა ასე ცალკე flow ვითარდება და საბოლოო შედეგი რო გამოიხატება და მე აი აქაც და აქაც იმავე დანიშნულება აქვს, რომ წამოვიდეს და იმავე სტრუქტურირებული ერთი ფორმატით მიაღწიოს მოკლედ საბოლოო შედეგებამდე. ეს არის მოკლედ შედეგების დალაგება, edit field node-ი, ეს არის მოკლედ შედეგის დალაგება ერთ სუფთა ობიექტად შეგვიძლია ასე მოვიხსენიოთ. რაც შეეხება ოპციებს, რაც მოცემული გვაქვს, mode-ის დონეზე ხდება manual mapping-ი, რაც გულისხმობს, რომ მე თვითონ წერ, რომელი ველი მინდა და რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. აი, ხელით ვაკეთებ ამ ყველაფერს. და რაც შეეხება მეორეს, ანუ JSON ფორმატში უკვე, აქ JSON-ად ვაკეთებთ უკვე ამ ყველაფრის დალაგებას. ნუ ჩვენი გადასაწყვეტია ვარჩევთ ხელით დალაგებას მანუალურად თუ ასე ვთქვათ JSON ფორმატით. ეხლა დავარეფრეშებ მე, რადგანაც აქ რო გადავედი JSON-ზე, გამიქრა და ხელთავიდან გავხსნე, რათა ნათელი იყოს ყველაფერი თუ რა როგორ არის დალაგებული. ესეც რო განვარტოთ რა mode ნიშნავს იმას და string-ია, რომელიც უზრუნველყოფს, რომ რა მოდის რეალურად, რა flow-ს ეხება საქმე, ეგ ჩავწეროთ და ეს არის summary სტატუსი, რამდენად წარმატებულია რეალურად, როგორ მიმდინარეობს ეს flow, აქამდე როგორ მოდის, შემდეგი არის file name-ი, რომელიც საჭიროა, რომ იყოს უკვე expression-ი და არა fixed-ი, რადგანაც შეიძლება ცვალებადი იყოს ეს და უნდა ამოიცნოს ფაილის სახელი, რათა აქაც გაუგებრობა არ მოხდეს. მერე მოდის უკვე summary, რომელსაც გადმოვიტანთ ჩვენ აქ დაგენერირებული პასუხიდან, რაც იქნება, ანუ საბოლოო შეჯამება AI აგენტის მიერ მაგას გადმოვიტანთ და ბოლოს ეს არის processed at
რომელიც დაგვეხმარება დრო არეგულიროთ, რათა ერორი არ დაფიქსირდეს რაღაცა და გაუგებრობა არ მოხდეს და უბრალოდ ნაუს მიუთითებ, ეს ჩვენ ადრეც დაგვჭირდა სამუშაო ნაკადის აგების დროს და თქვენთვის უკვე ცნობილია, რათა გარკვეული იყოს, როდის ხდება რეალურად უკვე მოქმედება. აქ მეტი ჩვენ არაფერი არ გვჭირდება, შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ ესენი წამოვიღოთ და ჩავსვათ, რათა სტრუქტურირება მოხდეს. რაც შეეხება შემდეგ ოპციას, ეს არის include other input fields, რაც გულისხმობს, რომ თუ გამორთულია, მაშინ ვეუბნებით ჩვენ ამ კვანტს, რომ გამოიტანე ძირითადად მხოლოდ ის ველები, რაც აქ უკვე მე დავაყენე, მონაცემები არის გამარტივებული და მთლიანად გაწმენდილი. ხოლო თუ, ასე ვთქვათ, ჩართულია ეს ფუნქცია, მაშინ ვეუბნებით, რომ დამიტოვე სხვა შემოსული ველებიც. მეტი ინფორმაცია დარჩება ამ შემთხვევაში, რამაც შეიძლება n8-ში პრობლემა შექმნას გარკვეულ სიტუაციაში. რეალურად რაღაცა მომენტებში ჩართული რომ იყოს ეს შეიძლება გამოგვადგეს, რადგანაც, ასე ვთქვათ, მიიღებს ყველანაირ მონაცემს და გააგრძელებს, მაგრამ რისკია, რომ რაღაცა სერიოზული პრობლემა გაიპაროს, მოკლედ ეს არის მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაში. რაც შეეხება სხვა ოპციებს უკვე ქვემოთ, აქ გვაქვს ერთი მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი მომენტი, რომელიც არის support.notation, რაც გულისხმობს, თუ როგორ უნდა იყოს გამოსახული customer name-ი და მნიშვნელოვანია ესეც, იმიტომ რომ აქაც თუ გამორთულია, მაგ შემთხვევაში უბრალოდ ერთი გრძელი ველი გვექნება სახელად, არა ჩაშენებული ობიექტი, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ჩართულია, მაშინ ჩვენ გვექნება აქ როგორც ჩაშენებული სტრუქტურა, ნაწილობრივ JSON კოდის სახით და უფრო ოპტიმალური იქნება ეს ვარიანტი. მოკლედ ეს არის ამ კვანტზე, რაც უნდა გვეთქვა. გვრჩება ერთადერთი კვანძი, რომელიც წარმოადგენს form კვანტს. შეგვიძლია გავიაროთ ესეც და ამით flows ეს ნაწილი ფაქტობრივად მთავრდება. ამ კვანძით მოკლედ ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ ვაჩვენოთ მთლიანი პროცესის დასასრული და პრომპტის შესაბამისადაა გაწერილი. მონაცემთა ანალიზი წარმატებით დაასრულდა და გამოხატულია ანალიზი. მოკლედ ფაილიც მითითებულია, როდის დამუშავდა, ეგეც მითითებულია, დრო მოკლედ და გამოხატულია საბოლოო პასუხი, რასაც ვნახავთ ჩვენ ცოტა ხანში. რაც შეეხება თავად კვანტს, მეგობრებო, არ მეთქვამს არც წინა კვანტებზე, სტანდარტულად, მეგობრებო, უბრალოდ ნახავთ, მაგალითად, if კვანტს იგნებავთ, ამას ნახავთ, ამიტომ აღარ დავაკონკრეტე, edit fields გნებავთ მაგალითად და ამასაც ნახავთ ყოფილი set კვანტზე და რაც შეეხება forms, დააკლიკებთ უბრალოდ n8n form და უბრალოდ გაგიხსნეთ, უბრალოდ მიუთითებთ form ending, რათა წამოიღოს, ასე ვთქვათ, საბოლოო გამოხატულების ფაილი და იქ იყოს ნაჩვენები. პირველი რაც უნდა განვიხილოთ, მეგობრებო, ოპციებთან დაკავშირებით, ეს არის რა ხდება ამ ფაილის მიბმის შემდეგ საბოლოოდ. მაგალითად, სხვა URL-ზე, სხვა საიტზე გადართვა ხდება, მხოლოდ და მხოლოდ ტექსტი გამოუვარდება, ფაილი უკან დაუბრუნდება თუ რა. ამ შემთხვევაში ჩვენ გვინდა რომ დაუბრუნდეს დასრულების page-ი, რომელსაც სახელად ერქმევა ეს ამბავი და ქვემოთ მესიჯად დაწერილი იქნება ეს. თუ სხვა რაღაცა გვინდა განვითარდეს, ამ შემთხვევაში უკვე redirect URL-ს მიუთითებთ მაგალითად, ან უბრალოდ ტექსტს თუ ჩვენებთ მაგალითად, ან მიუთითებთ რომ ფაილის დაბრუნება მოხდეს აქ და ამას დავაორგანიზებთ. ამ შემთხვევაში ჩვენ გვინდა რომ უბრალოდ page-ი გამოუვარდეს, კიდევ ერთხელ დავარეფრეშებ, იმიტომ რომ გამიქრა კიდევ ერთხელ. ამ შემთხვევაში გვაქვს რომ მთლიანი page-ი გამოუვარდეს ახალი, რომელშიც იქნება მითითებული მოკლედ ეს დეტალები, რაც მე წეგან ჩამოგითვალეთ. რაც შეეხება ამ ფუნქციას, limit wait time გულისხმობს თუ რამდენ ხანს დაელოდოს ეს კვანძი, სანამ პასუხს მიიღებს და გამოისახება. ამ შემთხვევაში ჩვენ საერთოდ გათიშული გვაქვს. თუ ჩვენ ჩავრთოთ, ამ შემთხვევაში უკვე შეგვიძლია მიუთითოთ თუ რამდენ ხანს უნდა მოხდეს ეს ლოდინი, ამ შემთხვევაში ჩვენ ეს არაფრად არ გვჭირდება და გათიშული გვაქვს. რაც შეეხება ბოლო ორ ოპციას, აქ უკვე page-ის სახელზეა საუბარი, რაც შეგვიძლია ასევე დავაკორექტიროთ, რაც ჩვენ უკვე განვიხილეთ ეს ამბავი, პირველი ფორმის შევსების დროს, ხოლო მეორე სტილით შეგვიძლია აქ იმავენაირად ვაკონტროლოთ თუ რა სტილზე დავაჯინოთ ეს ფორმა საერთოდ. Setting-ებში ხდება ყველაფერი იგივე, არაფერი განსხვავებული არ არის არც ამ შემთხვევაში. მოდი ახლა გავიაროთ ეს პირველი flow, ვაჩვენოთ მეგობრებო და ვნახოთ როგორ გამოისახება პასუხი, ძალიან საინტერესო იქნება. პირველ რიგში ეს ჩავხუროთ და უბრალოდ დავაკლიკოთ execute node და ავტვირთოთ ჩვენი ფაილი რისი განმარტებაც გვინდა. questions არ მიუთითებ, agent-ს გარმიუთითებ, იმიტომ რომ არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება მხოლოდ შეჯამება, მივცემთ ამას და შეგვიძლია დაველოდოთ ახლა და ვნახოთ როგორ გამოისახება პასუხი. აქ flow დაიწყო მეგობრებო, აი აქ ჩვენ გვაქვს უკვე მწვანე ხაზები, აქაც გვაქვს, აი ახლა აქ მიმდინარეობს დამუშავება. ოკეი, დაველოდოთ, ვნახოთ ბოლოში
როგორ გავა და ამ შემთხვევაში მე დავტესტო მხოლოდ აი ამ flows, რომელიც აი ამ მიმართულებით მიდის და არა ქვედა მიმართულებით. დაველოდოთ ცოტა ხანს და ვნახოთ საბოლოოდ რა შედეგზე გაგვიყვანს. დასრულდა მეგობრებო ანალიზი და როგორც ხედავთ ძალიან საფუძვლიანი მონაცემთა ანალიზი წამოიღო და აი შეხედეთ რამდენად საფუძვლიანად არის ყველაფერი გაანალიზებული. ჩვენმა flows პირველმა ნაწილმა იმუშავა, აი ნახეთ, სტანდარტულად ყველაფერი წესრიგშია და მოცემულია. ისე როგორც საჭიროა, მოკლედ ყველაფერმა კარგად იმუშავა ამ მიმართულებით ჩვენი flows პირველმა ნაწილმა. განსახილველი დაგვრჩა flows მეორე ნაწილი, შუა ნაწილი და აქაც ბევრი კვანძია საკმაოდ და განსახილველი დაგვრჩა მესამე ნაწილი და მერე საბოლოოდ დაბოლოება უკვე მეოთხე ყველაფერი ერთად რო იმუშავებს. შედარებით პატარა flow ჩანს, მაგრამ საკმაოდ დიდი დრო მიაქვს მეგობრებო, მაინც. ავასრულებ მეგობრებო დღევანდელ ტუტორიალს, რადგანაც მართლა ძალიან დიდი გამოდის, მე მინდოდა რომ ყველაფერი ერთად ჩამეწერა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გამოდის, ეგრე ფიზიკურად არ მრჩება დრო, რომ ერთიანად ამდენი საათი დაუთმო, მაგრამ გვპირდებით რომ ძალიან მალე მივაყოლებ დანარჩენ ორ ნაწილსაც ამ ტუტორიალს და გავალ ბოლოში აუცილებლად. თან თქვენთვისაც მე მგონი უფრო მარტივია, რომ ცოტა ნელ-ნელა მოგაწოდეთ, რადგანაც ბევრი ინფორმაცია ერთდროულად და გადახარშვა გიწევთ და აუცილებლად მალე დაგიბრუნდებით. არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა და ასევე ნებისმიერ პლატფორმაზე YouTube, LinkedIn, Facebook, Instagram, TikTok, თუ რაიმე შეკითხვა გექნებათ, აუცილებლად მომწერეთ და მოკლედ ძალიან მალე დაგიბრუნდებით დროებით და წარმატებებით.